წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელმაც ჭირვარამი გადაიტანა დაახლოებით 9 წელიწადი გამოკეტეს ის საპყრობილეში. იმის გულისთვის არის, რომ ის არის მაგარი სპეციალისტი. ყველაფერი წაართვეს, სიცოცხლის წართვევითაც ემუქრებოდნენ, მაგრამ ის ჩვენ გვერდით არის, ბატონ ლევან ჩხიკვაძეს ვთხოვ. მოგესალმებთ ყველას, ოქრო ადამიანებო. ვინც აქ ხართ, ყველამ ყველაფერი კარგად იცით. მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ აქ ერთად, რომ კიდე სხვები შემოვიერთოთ, ვისაც ოდნავ მაინც რაღაცაში შები დაემართა. ხდება ხოლმე. უფლის შექმნის სამყაროში ვერავინ ვერ ასოდეს, ვერა ადამიანი ვერ შექმნის იმაზე ძლიერ და სრულყოფილ ჯანდაცვის სისტემას, რასაც იმუნიტეტი ქვია. და ვერავინ ვერ ასოდეს, ვერ შექმნის ისეთ აფთიაქებს, როგორიც ადამიანის ტვინში თალამუსი და ჰიპოთალამუსია. გამობრძანდნენ ეხლა ჩემი ვაი კოლეგები Facebook-ზე კაკუს, რომ მიჩვეულები არიან და თქვან თუ მასე მაგრები არიან რომელიმე. თავიდან ბოლომდე ამირან გამკრელიძე, ალტაი იმნაძე, კულუმბეგოვი და ცერცვაძე დასაჭერები არიან, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე იტყუებიან, სიცრუით დაიწყეს ყველაფერი. მათ ადამიანები არ უყვართ. როგორ შეიძლება უყვარდეს ადამიანები, როცა 120 კლინიკას ფლობს ამირან გამკრელიძე, 2 საფთიაქო ქსელს ფარმადეპოს და GPC-ს, პირბადების ბიზნესის და ტესტების ბიზნესიც მისია. ამ დროს ავიწყდება ეს PCR ტესტი ვისი შექმნილია. PCR ტესტის შემქმნელმა კერი მულისმა, რომელიც სამწუხაროდ და დიდად საეჭვოდ ეგრეთ წოდებული პანდემიის გამოცხადებამდე 3 თვით ადრე სახში გარდაცვლილი ნახეს 2019 წლის 7 აგვისტოს. მან თქვა და მისი ვიდეოები დევს და ვერავინ ვერ წაშლის იმას. ის იყო ნობელის პრემიის მფლობელი, PCR ტესტის შექმნელი კერი მულისი, რომელთანაც პირადი ნაცნობობაც მაკავშირებდა. და მასთან გარკვეული ცოდნაც შევიძინე 20 წლის წინ, სწორედ მაგ საკითხში. და გამკრელიძე დაგვიმტკიცებს ჩვენ PCR ტესტი რისთვის არის შექმნილი? ეს კაცი ამბობდა და სწორადაც ამბობდა, PCR ტესტით არ შეიძლება დიაგნოსტირება, ეს გამოიწვევს ციფრების გაყალბებას, ანუ მანიპულაციასო. არის თუ არა ეს ესე? არის. PCR ტესტი სხვა მიზნებისთვის არის შექმნილი, ის შექმნილი არის გენეტიკური კოდის სასაკითხად და ის ეხლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რომ უკვე გამოუშვა ბრძანება ამ წლის 31 დეკემბრის მერე PCR ტესტები აღარ იქნებაო. იცი რატო არ იქნება? ის რაც გენეტიკურ კოდში ცვლილება მოხდება, ის საკითხი არ მოხდეს სინამდვილეში. აი რა ხელა ბლეფთან არის და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულობთან არის საქმე. ამის გარდა გამკრელიძე წელიწადნახევრის განმავლობაში, სანამ ვაქცინების შემოვიდოდა, ატყუებდა ხალხს, რომ ერთი რაღაცა ბუნებაში ვირუსი არის ბუნებრივი, დადის დაფრინავს დედამიწაზე, სხვა ყველაფერი სახში დაждაო. მანახეთ ერთი ჭკუად ყოფილი, რომელმაც ეს დაიჯერა. არავის არ დაუჯერებია. უბრალოდ ხალხის სხვა ფორმატით შეაშინეს. მე აღმოჩნდა, რომ თურე ეს ბუნებრივი კი არა ყოფილა, ხელოვნური ყოფილა და სადღაც უხანში 22,000 ეგზემპლარი აღმოაჩინეს სხვადასხვა ამ ვირუსის შტამების და ეს ჩემი ინფორმაცია არ არის, ეს ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო ორგანოს დასკვნა არის. წარმოიდგინეთ თქვენ იმ ფაუჩიმ, რომელიც აქ წეგან ახსენეს, სადღაც ამერიკაში ბრძანდება და რა შუაშია ჩვენთან. მან უშველებელი ფული გადაუხადა უხანს. იქ უცებ 17 ჩინელი დაინფიცირდა და მსოფლიოში უცებ გამოაცხადეს პანდემია. რა თქმა უნდა, ბატონმა გიორგიმ სწორედ თქვა. ეპიდემიის გაუვლელად ეგრევე პანდემია, 17 ჩინელი. 17 ჩინელს კი არა და ჩინეთში არჩევნები რო იყო, ერთი სოფელი გამორჩათ. საარჩევნო სიაში 54 მილიონი იყო სოფელში. და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ესე თქვა, კანონას ვერ იქონიებს არჩევნებზეო. და 17 ჩინელმა იმოქმედა რა, რაღაც სუპიში რო შეჭამა, ისე მოგვატყუებსა რა. საქმეც იმაშია, რომ თუ გამკრელიძე და მისი კლასტერი ხელოვნური როს ბუნებრივიდან ვერ არჩევს და წარმოუდგენელია, ვერ გაარჩიოს.
ხო ხელოვნურ კიდს და ბუნებრივს ხო არჩევენ ერთმანეთისგან მიკროორგანიზმებში წესია გაარჩევ ხელოვნურს ბუნებრივისგან თუ ამას ვერ არჩევდა რა რეკომენდაციებს იძლეოდა და რატო დაკეტა ქვეყანა რატო გააუბედურა ქვეყანას და ხალხის და სახელმწიფოს ირეშმაკები არის როგორც კი თავიდანვე დაიკეტა მასმედია ჩვენთვის ანუ მიუკერძოებელი სპეციალისტებისთვის და არავის არ გეგონოთ რომ რეგალიები ვინმეზე ნაკლები გვაქვს თუ მეტი არა იმიტომ დაიკეტა რომ ხალხს სიმართლე არ გაეგო რამდენჯერ შევთავაზეთ ბატონო თემურ აქ აღარ ძალიან ბევრი რამდენჯერ შევთავაზეთ დაგვიჭეკით პირდაპირ ეთერში თქვენი ეგრეთ წოდებული მუშკეტერები და საათნახევარში პანდემია გაქრება თქო ბევრჯერ ამის მერე კიდე შევთავაზეთ გამოუვალი სიტუაციიდან გამოსავალი ერთი შეხედვით იმიტომ რომ არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები სიკეთე და ჯანმრთელობა უნდა ამირან გამყრელდეს და მის კლასტერს ხალხისთვის დისკრიმინაციას რო იწევს და სამოქალაქო დაპირისპირებას ეს მისგან მოგვენგან რას ნიშნავს აუცხრელი და აცრელი ცოლიანი და უცოლო თეთრი და შავი თუ აქამდე თვითონვე რომ ამბობდნენ ის ორგანიზაციები ვინც ეხლა სახალხო დამჟელი რო ქვია იქ ძალიან რომ ამათ ხარეზია ბოლომდე თუ აქამდე დისკრიმინაცია იყო რომ შიციანული არ უნდა გეთქვა და ის საზოგადოების წევრი იყო და იმ დროს მართლებიც იყვნენ ეხლა რა კეთროვანები გახდა ხალხი იძულებები კვლავ გრძელდება სხვადასხვა ფორმით იქ სადაც ჩვენ იურიდიულ ჯგუფს მიაკითხეს იქ პრობლემები მოიხსნა სულ რამდენიმე ხნის წინ პირადად მეც ბატონ გიორგისთან ერთად გამოვაქვეყნეთ განათლების სამინისტროს წერილი სადაც წერია რომ ეს ეგრეთ წოდებული ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი კეთილი ინებეთ მეთქი დავაწერეზევიდან და ყველა ვისაც რამეს გეტყვიან ეს დოკუმენტი აქ არის ჩუბლზე და ნუ ვერაფერს თუ გეშინიათ ვისი გეშინიათ სააკაშვილის ფაშიზმი დავამარცხეთ ციხეში მყოფებმა და თავისუფლებაზე მყოფებმა გამყრელის ფაშიზმი უნდა ავიტანოთ გამოძიება მოვითხოვეთ გამოძიება მოთხოვილი ოფიცეროდ ეს არ არის ბატონო თემური რატო გაურბიან გამოძიებას მესამე ტყუილი რაც თქვეს გარდაცვლილების რაოდენობა ვერფაცხონოს მათი სულები ყველა კოვიდით რო გარდაიცვალა კოვიდისგან არაფერი აღარ არისო ამხელა სისულელე და ამხელა ტყუილი როგორ და დააბოლო როგორ დააკადრო ხალხს ეს არც ერთი ავტოპსია ანუ გაკვეთა არ იქნა წარმოებული სპეციალურად თუ არ დადგენილი იყო ნამდვილი მიზეზი ექიმების ბრალეულობით ხომ არ მოხდა რაიმე ან იქნება და რაღაც კიდე უარესი დანაშაულებები მოხდა თუ არ გაგიგიათ რაც ნიშნავს ორგანოების ტრაფიკი თუ არ ქონდა ადგილი ამას საქართველოში სააკაშვილის ცოლის მხრიდან აბა მაშინ გამეცით პასუხი ნაცბანდა და ეს სრულეკიმთა კლასტერი ერთ საქმეს ემსახურება თუ არა ეს იმან უნდა გაიგოს ვინც საჭიროა თორე ჩვენ კარგად ვიცით ამიტომაც მოვითხოვეთ გამოძიება და გამოძიებაში ჩვენი ჩართვა გამოძიების დაწყება და პანდემიის დასრულება ერთი იქნება რომ იცოდეთ რა მაქსიმუმ 48 საათი დაჭირდეს იმდენი მასალები დევს სამწუხაროდ დღესის რაოდენობა ხალხი არ არის რომელსაც შეეშინდებათ მაგრამ ეს ხალხი მაინც მოვა და ყველაზე დიდი უნამუსო აღარ ვიცი რა სიტყვა უნდა უწოდო კაცს რომელმაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვიზე გამო ტოტალიზატორი გამოაცხადა აიცერით და მოიგებთო ეგა ჯანმრთელობასთან აქ ამას რა მეკავშირი ამიტომ დაძლიერთ შიში დავდგეთ ერთმანეთის გვერდში ამ ადგილს ძალიან ბევრი რამ უნახავს ძალიან ბევრი ფაშიზმი გაგვივლია ყველაზე მაგარი აწყობილი დიქტატორებიც კი საბრძანებულანი დღეს სამწუხაროდ ყველაზე დიდი დიქტატორი გამყრელიძე და მისი კლასტერია იმიტომ რომ მარტო გამყრელიძე და ეს მიკროკლასტერი კი არ არის კარგად იცით იმათ უკან რა ძალების დგანან მაგრამ იქ სადაც ის ძალები დგანან იმათაც აყავთ იქ დიდი მოწინააღმდეგეები 80-90% ეწინააღმდეგება ამ ინფორმაციას არ გაძლევენ ეხლა კიდე სრულად დაგვიკეტეს ტელევიზია ობიექტივმაც კი დაკეტა ტელევიზია ყველაზე მაგარმა ესე ვთქვათ პრეტენზიის მქონე ობიექტურმა ტელევიზიამ კარგად ვიცი ვინ არის ძალიან კარგად ვიცით ვინ არის უბრალოდ რომ იცოდეთ
უბრალოდ რომ იცოდეთ რომ საქართველოში ტელევიზიები არ იყო, გახსოვთ ეს დრო, არც Facebook-ი არ იყო, არც შუქი არ იყო, არც მაღაზიებში არ იყო საკვები, პურიც კი არ ცხებოდა ბურჯანაძეების გამო. მაგრამ გაუძელით ამას და ქვეყანა დავაყენეთ ფეხზე, ისევე ჩვენ. იყოთ რომ მეც თანამდებობაზე ვმუშაობდი და არასოდეს აი თქვენ არცერთ არ გინახავთ ჩემი სახე. არ იყო ამის საჭიროება, იმიტომ რომ ისე უვლიდით ჩვენ ყველაფერს. რომ ხალხს არ ენერვიულა, თუ ვინმე მეტყვის რომ ფხვერია ექიმს, ვინმე გადაურჩენია, ან შიშით ვინმე მორჩენილა, ეგეთი არ არსებობს. შიშით და პანიკით ადამიანი მარტო იკვდება, რამე თუ იმუნური სისტემა საერთოდ ნულამდე ეცემა. გამომდინარე აქედან, დღეს როგორც ბატონმა ზვიადიმ თქვა, აქ ჩვენ სამეცნიერო პოლემიკისთვის არა ვართ მოსულები სამწუხაროდ. სამეცნიერო პოლემიკა იქ, სადაც ჭეშმარიტი მეცნიერებაა. როდესაც სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი კეთილხანს აქვს, მაშინ ადამიანებისთვის სიკეთეც არის. ესეთი იყო ატომის გაქრეჩვა, რამაც ხალხს სითბო და სინათლე მოუტანა. მაგრამ როგორც კი იგივე ეს ენერგია ფოროთ ადამიანებს ჩაუვარდა, მაშინვე ბომბი შექმნეს. ესე არის ეს შემთხვევაც. დღეს რო გეუბნებიან, ვითომ რომ ჩხარა შექმნეს ეს ვაქცინები, თვითონვე რამდენჯერმე თქვეს, რომ ეს ის ვაქცინა არ არისო. კარგად ნახეთ, Facebook-ზე არის გამოქვეყნებული, დაბლოკილია, მაგრამ მაინც შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეოები. როგორ შეიძლება ადამიანს ღია სივრცეში კი არა საერთოდ, როგორ შეიძლება გაიგეთოს არაფრისგან არიცავსო, იყო ეს კულუმბეგოვი, იყო ეს გამყრელიძე, იყო ეს ცერცვაძე, ხო? რა რითი შეცვალეს ეხლა მეცნიერება პრაქტიკული? უცებ. მეცნიერებაში არ ახდება ესე და არც ბუნებას არ აქვს ესეთი კანონები. ბუნებას აქვს შეუვალი კანონები, განსხვავებით ამათი კანონებისგან. ჭერლობე პელასავით რო ცვლია ყველაფერს. სოფლიოში არსად არ გაჩერებულა არანაირი ტრანსპორტი. მაქსიმალურად ზღუდავენ ხალხს. ჯერ სადახართ. ეს ფაშიზმია და ფაშიზმთან ესეთი ბრძოლით არ გამოვა არაფერი. აქ კიდევ უფრო მეტი მთელი საქართველო უნდა დადგეს ერთმანეთის გვერდზე, რომ იგრძნონ კარგად ვისთან აქვს საქმე და რასთან არის საქმე. გონიათ არიციან, ძალიან კარგად იციან. სხვა არაფერს არ ნიშნავს ტოტალიზატორად ქცეული აცრა. და ბატონი გიორგი აბსოლუტურად მართალია, როდესაც რეალური ეპიდსიტუაციების დროს აცრა და ვაქცინაცია ეს ორი სხვადასხვა რამეა, რო იცოდეთ. აცრა სხვა რამეა, ვაქცინაცია სხვა რამეა. ეს ორივე იგრძალება ნებისმიერი ეპიდსიტუაციების დროს. ეხლა საქმე ძალიან ცუდ თემასთან გვაქვს. თქვენს რო ხელოვნურიაო, ხო? ესე იგი, ვინ ავრცელებს ამ ხელოვნურს, ის ონკანი უნდა გადაიკეტოს და ამ ონკანს ქვია გამყრელიძეების კლასტერი. მადლობ ყურადღებისთვის. ბატონ ლევან, თითქმის ყველა კუთხეში მე გავესაუბრე საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში და მე და ჩვენმა მეგობრებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რადგანაც გამცნოთ მოთხოვნები, რომელიც კატეგორიულად იქნება წაყენებული. ციტირებ, მოსახლეობის უდიდეს ნაწილთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა შემდეგი მოთხოვნები. პირველი, სასწრაფოდ განთავისუფლებული იქნან დაკავებული თანამდებობიდან გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე, კულუმბეგოვი და საკოორდინაციო საბჭოსა და კომისიის ყველა წევრი და დაიწყოს გამოძიება მათ უკანა მოქმედებებზე. დაბოლოს, რომელიც თქვის საკოორდინაციო საბჭო, იქ არის რამოდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც არც ერთი არ არის სპეციალისტი და მოძღვრავს თელ საქართველოს სამშაბათ დღეს. იღებენ ახალ გადაწყვეტილებებს და შეზღუდვებს. მეორე, დაუყოვნებლივ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გამოძიების დამთავრებამდე. მესამე, დაუყოვნებლივ შეწყდეს ყოველგვარი სახის სამედიცინო ხასიათის იძულებები, მათ შორის ტესტირებები და იზოლაციები. მეოთხე,
შეწყდეს რეგულაციები და არაფრის მომცემის შეზღუდვები. მეხუთე, კაცრად გაკონტროლდეს სამოქალაქო სექტორის ჩართულობით კლინიკებში პაციენტთა მკურნალობის მეთოდები და აიკრძალოს გაიდრაინები. მეგობრებო, სამწუხარო ფაქტია ის, რომ მიადგნენ ჩვენ შვილებს, მიადგნენ სკოლებს, მიადგნენ ბაგაბაღებს. სად არიან დედები, სად არიან მამები? მოგესალმებით ყველას. უნდა გაივსოს დედაქალაქის ცენტრი, უნდა გაივსოს დედებით, მამებით, უფროსებით, უცროსებით, ბავშვებით და უნდა მოვთხოვოთ პასუხი. ამისათვის შევადგინეთ პეტიცია და მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კუჭავას, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილიაშვილს, საქართველოს შინაგან საკითხთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გობელაურს, გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, საქართველოს დევნილთა შრომისა და ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს. გაგაცნოთ პეტიციის ტექსტ, ეს პეტიცია გათავსებული იქნება ინტერნეტ ქსელში და ველოდებით თქვენგან ხელმოწერებს. პეტიცია საქართველოს მეცნიერთა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სპეციალისტთა, ექიმთა, იურისტთა, ეკონომისტთა და საზოგადო მოღვაწეთა თხოვნა პეტიცია ბავშვთა მასობრივი ვაქცინაციის თაობაზე. მოგმართავთ საქართველოს მეცნიერები, საზოგადო მოღვაწენი, იურისტები, ეკონომისტები, ექიმები, ბიოლოგები, ქიმიკოსები, ფიზიკოსები, ფართო საზოგადოების მხარდაჭერით გთხოვთ, არ იქნეს დაშვებული ქვეყანაში ბავშვთა მასობრივი ვაქცინაცია სიცოცხლისათვის საშიში ბიოტექნოლოგიური ვაქცინებით, რომელთაც შეუძლიათ მიიყვანონ ბავშვთა მასობრივ დაავადებებთან და გამოიწვიონ სიკვდილიანობა. ბიოლოგიურ ვაქცინებს შესაძლებელია ჰქონდეთ ხანგრძლივი დროის შემდეგ ნეგატიური შედეგები. ჯერ კიდევ არ დასრულებულა ვაქცინების ექსპერიმენტი მთელ მსოფლიოში. შეუსწავლელია მათი მოქმედების შედეგები. ვინაიდან ვირუსი განუწყვეტლივ განიცდის მუტაციას, ბავშვის ორგანიზმი კი შესანიშნავად უმკლავდება ინფექციას, ბავშვთა იმუნური სისტემის წყალობით არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს ბავშვთა ვაქცინაცია. ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ გამოცდილი და შესწავლილი ვაქცინით, ისიც საჭიროების შემთხვევაში. ზრდადასრულ ადამიანთა ვაქცინაციამ მიგვიყვანა ქვეყანაში სიკვდილიანობის ზრდასთან და მოგეხსენებათ, რომ ვიმყოფებით პირველ ადგილზე მსოფლიო სტატისტიკის თანახმად. COVID ვირუსის საწინააღმდეგო ბიოტექნოლოგიური ვაქცინით შეიყვანება გენი ან NK, რომლითაც ხდება გადაპროგრამება ორგანიზმის უჯრედებისა სპაიკ ცილების სინთეზზე. ამ ცილების მეშვეობით ვირუსის ცილები არწევენ უჯრედის შიგნით, მაშინ როდესაც ანტისხეულები ჯერ კიდევ არ გამომუშავებულა, ან მათი შემცირებისას ბავშვის ორგანიზმი გახდება როგორც გადაშლილი წიგნი ვირუსისაგან დაინფიცირებისათვის ადვილად მისაღწევი. იმის გამო, რომ ეგრეთ წოდებული ვაქცინები შეიცავენ პოლისორბით 80, არის ვარაუდი, რომ ჰემატოენცეფალური ბარიერი გახდეს შეწევადად. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ სპაიკ ცილები ძალზე ტოქსიკურია, მათ შეუძლიათ შეხტევა ტვინშიც კი სპაიკ ცილების მუდმივი სინთეზი გენეტიკური მასალის ჩანერგვის შედეგად გამოიწვევს იმუნური სისტემის განადგურებას ბავშვებში და ასევე რთული და გაუთვალისწინებელი დაავადებების წარმოქმნას. ჩვენ როგორც ექიმთა წარმომადგენელი ვაცხადებთ, რომ ბავშვის მასობრივ დაინფიცირებასა და სიკვდილში დამნაშავენი იქნებიან საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი სტრუქტურები, რადგან ვაქცინის მწარმოებელი და მომწოდებელი კომპანიების საკუთარ თავზე არ იღებენ პასუხისმგებლობას. ჯერ კიდევ არ არის გვიან დაავადების თავისებურებიდან გამომდინარე
სხვადასხვა ქართულებები ვირუსის ხშირი მუტაციები და ასე შემდეგ ამ პირობებში კატეგორიულად უარი ვთქვათ ბავშვთა ვაქცინაციაზე, რათა უკვე წინასწარაა დანონსებული ბავშვთა ვაქცინაცია 6 წლიდან 15 წლის ჩათვლით. აგრეთვე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იგივე განაცხადი იქნა ამ დღეებში გაკეთებული ორსულ ქალთა ვაქცინაციაზე. მოგმართავთ რა თხოვნით მეცნიერები, ექიმები, სხვადასხვა დარგის პროფესიონალი დამოუკიდებელი მიუკერძოებელი სპეციალისტები ფართო საზოგადოება ვიბედოვნებთ თქვენს მხარდაჭერას ქვეყნის გენოფონდის შესადარჩუნებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს არ ეყოლება მომავალი თაობა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს არ აქვს მომავალი. პეტიციაზე ხელის მომწერნი და ამას გამოვაქვეყნებთ. მე მინდა საზოგადოების წარმომადგენელს, ჩემ უსაყვარლეს ლექტორს, პროფესორს, აკადემიკოს ვთხოვო ბატონ გიორგი ჭინჭარაულს. ეს სოფლიო პანდემია ჩემი აზრი კი არა, სპეციალისტების აზრითაც არის ხელოვნურად შექმნილი, რომელიც მიმართულია იმ ერების საწინააღმდეგოდ, რომლებიც არის კონკურენტიული ერები. ერთ-ერთ ასეთ კონკურენტულ ერს წარმოადგენს საქართველები. ქართველ ერს სხვა სახელმწიფოთა მართვის გამოცდილება აქვს. ბოლო ხანებში ინტერნეტში და სხვა საინფორმაციო საშუალებებში ცხადდებოდა, რომ 10 ქვეყნის ცნობილი ქვეყნის ხელმძღვანელები იყვნენ ქართველები. ამიტომ ქართველი არის კონკურენტული ერი. სოფლიო გარდა ქართველი ერისა მოიხსენიება კიდევ 6 ერი სხვა, რომლებიც კონკურენციას უწევს სოფლიოს გასაბატონებელ ერებს. ამიტომ საჭიროა სოფლიო პანდემია და სოფლიო პანდემიიდან გამოირჩევა და აცრას მიიღებს სხვადასხვა მეთოდები ამ ერის მოსპობისა, როგორც არის საკანონმდებლო მეთოდები, აი ჩვენი კანონმდებლობა, საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც მიმართულია ეკონომიკის და სხვა იმის განადგურებისაკენ, აი ეს სხვა ერთ-ერთი მეთოდი არის აი ეს პანდემია, აი ვირუსოლოგია. და მსოფლიო ვირუსოლოგიის საზოგადოებასთან არის დაკავშირებული ჩვენი ვირუსული საზოგადოება, საქართველოს ხელმძღვანელობა, რომლებიც არის დღეს თქვენ დაასახელეთ და წარმოდგენილი ჩვენთან. ზუსტად ეს ვირუსოლოგიამ, რომ ამ პანდემიამ ამ ერებზე იმოქმედოს, საჭიროა მსოფლიო პანდემიის გამოცხადება. სხვადასხვა მეთოდები და ის ერები აიცრებიან იმ ვაქცინებით, რომლებიც იმოქმედებს მოსახლეობის, როგორც აღინიშნა, გამრავლებაზე, მოსახლეობის ბუნებრივ მატებაზე. ამდენად მიუხედავად იმისა, რომ ხვდებით, რომ ქართველებს ვის რაოდენობა 2 მილიონით შემცირდა და კიდევ მიმდინარეობს და გადის როგორც რესპუბლიკიდან გასვლის, ისე სხვადასხვა მეთოდების მოსახლეობის ბუნებრივი მატების შემცირების, როგორც საინფორმაციო საშუალებები ამბობს, მოკვდავობის კოეფიციენტი უფრო დიდია ვიდრე დაბადების და ეს მოქმედებს ერის არსებობაზე. ამდენ ეს ვაქცინაციაც ზუსტად ისეთი მეთოდით გავრცელდება, მით უმეტესად აღინიშნეს უკვე ბავშვებშიც, რომ შთამომავლობას მოგვისპობს, შთამომავლობას. ამდენად საჭიროა ამ საკითხის გამოძიება. ეხლა ელემენტარულად მე აღარ გავაგრძელებ, ავიღოთ უბრალოდ ელემენტარული მაგალითი. სოფლიოში, როცა დაიწყო პანდემია საქართველოში, არც ერთი არ იყო დავანდებული ვირუსი. ახლა ჩვენ ვდგევართ სოფლიოში პირველ ადგილზე. იცით არა, გამოცხადდა საინფორმაციო საშუალებებში. აი ამან როგორ შემოაღწია აქამდე
თუ ხელოვნური არ იყოს და სპეციალურად ქართველების მიმართ არ მიმდინარეობს ეს პროცესები, მაშინ დაწყებული მინისტრიდან, დამთავრებული ნებისმიერი სამსახურიდან აქამდე უნდა გადამდგარიყო. უნდა დასრულიყო მათი გადაყენების საკითხი. არა ჩვენ მიტინგებზე უნდა სვამდეთ, არა ხელისუფლების ორგანოები უნდა სვამდეთ და ამიტომ ამის შემოშევა უბრალოდ ლოგიკას არ ექვემდებარება. როგორ შეიძლება მსოფლიოში პანდემია ესეთი რაღაც მიმდინარეობს და დღეს ჩვენ პირველ ადგილზე ვხვდებით. აი ზუსტად მე პირადად მომისმენია თქვენ არიცით რომ ქართველი ერის განადგურების მისი გადანიშნების მრავალი ათეული წლის წინ მიმდინარეობს ეს ბრძოლა. მე პირადად მომისმენია იმის შესახებ რომ 70-იან წლებში მოვისმინე პირველად მათ არ იცოდნენ რომ ქართველი ვიყავ. იმ ძალებისგან რომლებიც ახლა წამყვანებია რომ ქართველი ერი და ის 6 კიდე ერი უნდა მოისწოს რომ ისინი გაბატონდნენ. მადლობთ ყურადღებისათვის. ხომ შევხედეთ ხალხნო, არ არის ჯერ სავალდებულო აცრები და მიდის ხალხი, მე უამრავი ადამიანი მირეკავს ჩემი მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე და წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე ჯანდაცვასაც ყურირებდი ყველა სფერო ძალოვნებიდანაც მირეკავენ განათლების სისტემიდან ჯერ არ არის ძალდატანებითი. აი ბატონ ლევან ჩხიკვაძემ თქვა, წერილიც მიიღეს ოფიციალურად ბატონმა გიორგიმ ლიუაშვილმა გამოაქვეყნა და ერთი დირექტორი არაოფიციალურად მეგობრულად ეუბნება რომ უნდა აიცრათ ან რექტორები და გარბიან და იცრიან. აი ეს ყველაფერი ჩვენზე მეტი იცის პატრიარქმა, ამიტომ თქვა არჩევანი არის ნებაყოფლობითი, არაკრძალა და ვისაც უნდა აიცრას, ვისაც უნდა არ აიცრას და ნუ ბწყის ეს არის ნებაყოფლობითი. ეხლა მე ვიტყვი იმ გამოსავალზე ყველაზე დიდი სატკივარი დღეს არის ის რომ დღეს 76 ადამიანი გამოგვიცხადეს ჩვენ უკვე გარდაცვლილი. გუშინ იყო 74, გუშინ წინ 74 და ასე შემდეგ. მე მინდა მივმართო ვისარგებლო ეხლა ამ ტრიბუნით და მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. ბატონო ირაკლი, მიიღეთ ზომები და 1 ან 2 დღის მანძილზე ორშაბათი, სამშაბათი არც ჩაატარებინოთ ეს საკოორდინაციო სხდომა, გაათავისუფლეთ გამყრელიძე, გაათავისუფლეთ იმნაძე, გაათავისუფლეთ ბატონი ცერცვაძე. მე წლების წინ კურირებდი ჯანდაცვას და ცერცვაძეს ვიცნობდი წესიერ ექიმად და რას აკეთებს მე მინდა მივმართო ცერცვაძეს. ამდენი ხალხი რომ გეღუპება, რა დანიშნულება აქვს ეს, ან რატომ არსებობს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო, თუ ჩვენ ჯანმოს იმას დავექვემდებარებით. მაშინ გავაუქმოთ ეს ჯანდაცვის სამინისტრო და ეს ფული მოვახმაროთ მრავალშვილიან ოჯახებს. მაშინ რაში გვჭირდება ჯანდაცვის მინისტრი, სამინისტრო, ამხელა აპარატი, თუ იქიდან მოსული ბრძანებები ექიმს, ქართველ ექიმს არ აქვს უფლება რომ ავადმყოფი გამოიყვანოს მდგომარეობენ და კლავენ ამ ხალხს. მე ეს გონია გაბერილი ციფრები. თუ არ არის გაბერილი ბატონო ღარიბაშვილო, ორივე შემთხვევაში თუ გაბერილია უნდა დაინტერესდეთ და უნდა პასუხი აგებინოთ გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძეს, ტიკარაძეს, გაბუნიას და ასე შემდეგ. თუ ეს სინამდვილეა, მით უმეტეს დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოთ და უნდა დაიწყოთ. მე ვეთანხმები აი ამ ბატონო თემურ თქვენ რაც წაიკითხეთ და ძალიან სწორად გაქვთ საკითხები დაყენებული მთლიანობაში თქვენ და ჩვენ გაერთიანებას. პირველი პუნქტი აქ მოთხოვნებში წერია გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძის გათავისუფლება. ეს კულუმბეკოვის თუ რაიმე თანამდებობა უჭირავს და მე დავამატებ კოვიდ ფაშისტ ივანე ჩხაიძეს, იაშვილის კლინიკის რა უნდა ამ კაცს ასეთ კოვიდ ფაშისტ ადამიანს ბავშვებთან და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო დარგში არის დირექტორი.
ახლა მე მინდა უამრავი მშობელი აღელვებული სტუდენტები მშობლები მოსწავლეების მომართავენ. მე ვფიქრობდი დღევანდელი გამოსვლისთვის დიდი ხანია ვემზადებით ჩვენ ვფიქრობ და ვმუშაობთ ამ გაერთიანებასთან ერთად. მე მოგეხსენებათ, ვინც არ მიცნობს და ვინც მიცნობს, იცით ყველა განათლების სფეროს სპეციალისტი, განათლების ექსპერტი ვარ. მოგეხსენებათ, კარგად ვიცი კანონმდებლობა განათლების. მოვიფიქრე ასეთი რამ, როგორ ყველაზე ადვილი ამ COVID ფაშიზმიდან თავს დააღწევენ სტუდენტები. ეხლა ჩემო ძვირფასო სტუდენტებო და მშობლებო, ვისაც ყავთ სტუდენტები. სტუდენტები უნდა ყველას აქვს Facebook ჯგუფები, პატარა ჯგუფები. არის ცალკე კურსის გაერთიანებები Facebook-ზე. და შემდეგ გაერთიანდით ჯერ პატარა ჯგუფებად, შემდეგ კურსი და საუნივერსიტეტო. ეს ცალკე უნივერსიტეტები. შემდეგ რაღაცა იქნება კოორდინაცია, ჩვენ გაგიწევთ დახმარებას, ალბათ იქნება ერთი დღე. ანუ ისინი აყენებენ საკითხს ასე. უგზავნიან ასეთ მესიჯებს სტუდენტებს. თუ არ იქნებით ორჯერადად აცრილი, თქვენ არ შემოგიშვებთ აუდიტორიებში, ლაბორატორიებში და კლინიკურ ლაბორატორიებში. ეს სამედიცინოს ეხება და სხვა იმას. სტუდენტები მოგეხსენებათ, აფინანსებენ თავიანთ სწავლას. გადასახადი არის 2250 ლარი საქართველოში 98%-ში სახელმწიფო უნივერსიტეტში თუ კერძო უნივერსიტეტში, გარდა რამდენიმე ფაკულტეტისა და რამდენიმე უნივერსიტეტისა, ისიც კერძო. თუ ამ სტუდენტებს არ დაუშვებენ ლექციებზე, დაეთანხმონ და ერთ დღეში გაკოტრდება როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტები, ასევე კერძო უმაღლეს სასწავლებლები. ეს ხო ბრძოლა, ზუსტად ამ ბრძოლას ჩვენ გვასწავლის ღმერთი, ჩვენ გვასწავლის ეკლესია, ჩვენ გვასწავლის ჩვენი ძალიან კარგი მოძღვრები და რაც თავარია, მე მაგალითად ბრძოლაში ვარ და მე მთელი ბრძოლა მასწავლა ზუსტად პატრიარქმა. მასწავლა ის, რომ ბრძოლაში არ უნდა დავზოგოთ თავი და უნდა ვიყოთ შეუპოვრები და უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. აი ეს არის და ჩვენ გვინდა სხვისი ხელით გაკეთებული. არაფერი არ გამოვა ხალხო, სხვისი ხელით. დიდი მადლობა რომ თქვენ აგბრძანდებით, მაგრამ მესმის რომ უტრანსპორტობა, მაგრამ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ გადარჩენისთვის. აი ასე, იქეთ შეეხვეწებიან. თქვენი ჭირიმე, ბავშვებო, ახალგაზრდებო, მობრძანდით, გაუღებეთ ფართოდ კარებს. ედეთ ჩვენ ექსპერტულ გამოცდილებას. როდესაც სტუდენტებს არ დაუშვებენ, სტუდენტი არ გადაიხდის ფულს და ვისაც სახელმწიფო აფინანსებს, სამინისტრო ვერ გადარიცხავს ამ გრანტებს, იმიტომ რომ სახელმწიფო დაფინანსებით ვინც არის, იმ სტუდენტებსაც ხო არ დაუშვებენ, ფული არ შეუვათ და ასე რომ ამით ჩვენი პროფესორ-მასწავლებლებიც გადარჩებიან. ანუ სტუდენტებმა უნდა დაიცვან თავიანთი თავი და თავიანთი პროფესორ-მასწავლებლები. ეხლა რა მოვიფიქრე და რა გზა სკოლებთან დაკავშირებით. როგორც ფაშისტი გამხნელიძე გვეუბნება, 12-დან 16 წლამდე უნდა დაიწყოს სექტემბრიდან აცრა, ხოლო 16 წლის მოსწავლეების აცრა უკვე დაწყებულია. აი რა უნდა გავაკეთოთ? მოსწავლეს ეძლევა ფული. ეს გარანტირებულია, ვაუჩერი ქვია ამას. შეიძლება იცით პრობლემა, შეიძლება არ იცით. ვის ეკუთვნის ეს ვაუჩერი? ვაუჩერი ეკუთვნის ყველას საქართველოს მოქალაქეს, ვინც დაბადებულია საქართველოში და 600,000-მდე მოსწავლეა. ისინი ხო ამბობენ, რომ უნდა ავცრათ. მშობლების უმეტესობის აზრი ვიცი, რომ ბავშვებს ასაცვლელი არაფერი არ ჭირს. ამიტომ შეიძლება რამდენიმე გზა აქვს, შეიძლება შევთანხმდეთ, მოვილაპარაკოთ და ერთ დღეს ყველამ დაწეროს განცხადება და გამოიყვანოს ბავშვები სკოლიდან. ნუ შეკეშიდება დამის.
ყველა საჯარო და კერძო სკოლა გაკოტრდება 1 საათში. და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ სახელმწიფო, რომელსაც განათლების სისტემა გაეთიშება, მაშინ ბატონო ირაკლი, თქვენც გელაპარაკებით ამას, პრემიერ-მინისტრო, თქვენ მოგიწევთ გადადგომა. ამიტომ იფიქრეთ, ნუ აყვებით გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძის მაფიოზურ კლანს ნუ ჩაყვებით სამარეში. მე ვიცი რომ მას ყავს ფაუჩი. მე როცა ჯანდაცვას კურირებდი, მე მინისტრის მოხსნა და მაშინ მოადგილე იყო, მერე გახდა მინისტრი გამყრელიძე და მე მასთან მქონდა ყოველდღიური შეხება. სისტემა იყო დაქცეული. არაფერი არ დახვდა, სასტრაფოც კი არ ქონდა დედაქალაქს. ყველაფერი ფერფლიდან აღვადგინეთ და რა თქმა უნდა ეს არ არის გამყრელიძის და მაშინდელი მინისტრის დამსახურება. მაგრამ მე რო ვიკითხე, აი ეს დოკუმენტები ვის მოაქვს ასე კარგად გაკეთებული სოფლიო სტანდარტების დონეზე, მითხრეს რომ მაპატიეთ ასეთი სიტყვით მისკრეს, მოზგი ჩვენი სამინისტროსო ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა მითხრა, არის ამირან გამყრელიძეო. ამირან გამყრელიძე აკეთებს ყველაფერსო, ამ პროგრამებს ამირან გამყრელიძე წერსო, რა იყო ეს პროგრამები? რა თქმა უნდა ჯანდაცვის, მაგრამ ეს პროგრამები იყო ყველაფერი მაფიოზური. ამირან გამყრელიძეს მიმართავ ეხლა. თქვენი ყავით ის მინისტრის მოადგილე და ის მინისტრი, რომელმაც მიიტაცეთ მთელი ჯანდაცვის სისტემა თქვენი თაოსნობით, გააუბედურეთ ხალხი, უამრავი ადამიანები ვერ იკეთებდნენ ოპერაციებს, იხოცებოდნენ და ვინც იკეთებდა, სახლებს ყიდიდნენ, ბინებს ყიდიდნენ. ქუჩის ბავშვების პროგრამა რო გავაკეთე პირველად და გამოვიკვლიეთ, ეს ბავშვები ყველანი იყვნენ საკმაოდ შეძლებული ოჯახის შვილები, მაგრამ აი ამ ჯანდაცვის გამო, ოპერაციების და რაღაცის გამო, ბინების სახლები გაყიდული, დედმამა საზღვარგარეთ გადახვეწილი, ან ზოგი ნერვიულობაზე გალოთებული და ბავშვები მაშინ არ გეცოდებოდათ თქვენ ეს ხალხი? ვეკითხები გამყრელიძეს, თქვენ ხართ ფაშისტი, თქვენ ხართ კორუმპირებული ფაშისტი, თქვენ ხართ დასაჭერი და ახლა ის რო შეგრჩათ და თქვენი თავხედის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე დღეს აცხადებს რომ არ დაფიქრდეთო, ტექსტი ასეთია, ფიქრის დრო და ღრმა ანალიზების არ არის, წადით და აიწერითო, გონებრივ ანალიზია საუბარი, აი რას ბედავს მისი შვილი და ჩვენ მე დავამთავრებ, ერთ წინადადებას ვიტყვი, ჩვენ პირველ რიგში ხალხნო უნდა დავიბრუნოთ ჯანდაცვა. ჯანდაცვის სისტემა უნდა დავიბრუნოთ. არა მარტო ესენი გავისტუმროთ. ჯანდაცვის სისტემა აქვს ხალხს დასაგროვებელი. რაც შეეხება ბაგაბაღებს და პროფებშიც იგივე მექანიზმებით იმოქმედებს. საჭმელს აძლევენ ბავშვებს, მშობლებს ატანენ. ასევე ფული გამოუყონ და იმ მომლელს რამდენიმე საათით რომ წავა მშობელი, სახელმწიფო რომ მიცემს იმ ჩვენ პაწაწუნა აღსაზრდელს, ბაგაბაღის მშობელი დაიქირავებს ვინმეს რამდენიმე საათი და გადაუხდის ძიძას. პროფებზეც იგივე, ვინც არის პროფის საჯარო და კერძო სტუდენტი, აი ასე უნდა მოხდეს. მოკლედ სტუდენტებს მოსწავლეების საქმე უფრო რთული გასაკეთებელია, მაგრამ არ არის არც რთული გასაკეთებელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მშობელი მე წერს პირადში, ხდება უცნობი თუ ნაცნობი და მეუბნება რომ მე შვილს თუ სავალდებულოც რომ გახდეს არ ავაცრევინებ, გამოვიყვან სკოლიდან. ისე სხვათა შორის მთელი ამერიკა გადასულია საშინაო სკოლებზე. ან დაგვითმონ ეს შენობები, გადაეცეს საპატრიარქოს და საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იყოს ის სკოლები და ვისაც მოუნდება აცრა, დარჩეს ის სკოლები და ის სკოლება. მაინც ჩვენ ხო არ მივეკუთვნებით იმ ფენას, ვინც ატრიალებს 25 მილიონი, თითქოს ბევრი იყოს და იმხელა ვალია ამ სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეა კომუნისტებიდან მოყოლებული გაძარცვეს ჩვენი ეკლესია 25 მილიონი კი არა, 100-ჯერ 25 მილიონი რომ მისცენ ეკლესიას, ქართულ მართლმადიდებლურს, მაინც ვერ გადაიხდიან მის ვალს და პატრიარქი არის მოწყალე და არ უნდა
თავისი ქვეყნის პატრიოტია და არ უნდა საქართველოს რო გააკოტროს და ამიტომ არ თხოვს, არ უჭერს ართან მთავრობას ხელში ხელს, რასაც გაიმეტებენ, იმითაც კმაყოფილია და ამ ფაშისტი, ამ წერაკითხვის უცოდინარი, ამ ფულზე გაყიდული ჟურნალისტების სატრიალებელია ჩვენი ეკლესია, ჩვენი პატრიარქი და ჩვენი პატიოსანი მღვდლები, ჩვენი განათლებული. მე კიდევ ერთხელ მინდა მამა დავითი, ჩემი არ ვიცი, მე მგონი 30 წლის მეგობარი, თანამებრძოლი, თანამოაზრე, მე ვამაყობ მისით, რომ მასთან მომიწია მე ერთობლივად წლების განმავლობაში მუშაობა და მერე დავჭით მეგობრებად და მის ქადაგებას, რომ ვისმენ ახლა აი ეს მთელი სიმძიმე და ის მიმსუბუქდება მამა დავით, თქვენი ბრწყინვალე ქადაგებები, თქვენ საძმოს მე ყველას კიდევ ერთხელ მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ და დიდი მადლობა ღმერთმა გვიშვებოს. აქ მე ჩამოვედის სამეგრელოდან, მე ვარ პედაგოგი და არსებული სიტუაცია რაც ხდება ძალიან მაწუხებს. მე ბევრს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ისაუბრეს ჩვენმა მოძღვრებმა. მადლობა მათ ასეთი თანადგომისთვის, იმიტომ რომ მე ასე მგონია, რომ ბოლო სიტყვას ღმერთი იტყვის, რადგან მე ვფიქრობ, რომ ის რაც ხდება, ყველას უნდა გვაწუხებდეს, ერთ და ბეს. მე ჩამომიყვანა იმ სიმძიმემ, რაც შეიძლება მოხდეს. მე პედაგოგი ვარ და რა თქმა უნდა ძალიან მიყვარს ბავშვები და როცა საქმე ბავშვებს ეხება, მე მინდა რომ ვიბრძოლო. არა იცრან ჩვენი ბავშვები, ეს ხომ ერის გენოციდია. აი როგორ უნდა შევიდეს ის პედაგოგი სკოლაში, ვინც აიცრა, რა უნდა ასწავლოს მან ბავშვს, როგორ უნდა აგზნობინოს ის სიყვარული, რაც მას ევალება. მე მინდა ერთი რაღაც გავიხსენო. დიდი ხნის წინ ვიცნობდი ერთ ძალიან კარგ მოძღვარს, მამა გიორგი ბასილაძეს, რომელმაც მითხრა ეს სიტყვები, რომ ყველაზე მეტად მოეთხოვებათო ერთ დროს მასწავლებელს, ექიმს და მოსამართლეს. მე მაშინ ვერ გავიაზრეს რატო თქვა, მაგრამ აი დადგა ეს დრო და მე აშკარად ვიგძენი ეს პასუხისგებლობა და ძალიან ვთხოვ მშობლებს, მასწავლებლებს, ყველა იმ საზოგადო მოღვაწეს, ნუ აცრით ბავშვებს, დაგვეხმარეთ. ჩემი მოწოდება, მე რო ვარ პედაგოგი და დღეს აქ ჩამოვედი, ბავშვების სიყვარულია, მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. მადლობა ყურადღებისთვის. განსაკუთრებულად ვიყავით ხაშურში, სურამისა და ხაშურის ეპარქიაში. ჩვენ გვახლდა და ერთად ვიყავით უფროსორად ბატონ დავით გიორგობიასთან ერთად, რომელიც ჩვენს გვერდით არის ახლა და იმ დღიდან მოყოლებული ყოველ დღე გვაქვს. მანამდეაც ჰქონდა ჩვენ, მაგრამ უფრო ინტენსიური გავხადეთ ჩვენი ურთიერთობა და გუშინ ჩვენ მეგობრებთან ერთად მას შემოიარა მთელი სამხრეთ საქართველო და დილის 4 საათზე დაბრუნდნენ, ის ჩვენთან არის და ბატონ დავით ვთხოვ გიორგობიას. მოგესალმებით, ჩემო დანო და ზვანო, ძვირფასო მამებო. ვიდება უფალს, რომ ესეთი მცირე სამწყსოა და ნუგეშინინ მცირესა სამწყსოსა დაგვიტოვა ეს ნუგეშის სიტყვები იესო ქრისტემ და მე ყოველთვის უკვირდები ხოლმე, აქცია იქნება, ხელისუფლების გამოსვლა, ცნობილი მსახიობების, ექიმების, წამყვანების ტელევიზიით, რომ როდესაც რამე თემაზე, მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანზე, პრობლემატურზე საუბრობენ, თუ ვინმე ახსენებს ხოლმე ღმერთს, თუ ვინმე ახსენებს ხოლმე იესო ქრისტეს, რომლის სული გვიდგას, ყოველ წამს საუბრობთ მისი საშუალებით, რომ გვასუნთქებს. ყოველ წამიერად გვასუნთქებს და ჩვენ უმადური მოდგმა, რომლემაც დავივიწყეთ ღმერთი. საქართველოს პირველი პრობლემა, ჩემო საყვარელო დანო და ზვანო, დღეს ეპიდემია და პანდემია კი არ არის, რომელიც არის ისედაც ცრუ, აგერ ბატონო გიორგიმ თქვა, სად არის ეპიდემია და პანდემია, თუ კი ამის წინა პირობა არაფერი არ ამართლებს და რომს იყოს, არ შეიძლება ამ დროს თურმე აცლები და ვაქცინაცია.
აი ამ თემაზე რატო არავინ ლაპარაკობს აიქიდან, გამყრელიძის კლანიდან, ან ხელისუფლებიდან. მე ესე ვფიქრობ, როგორც 5 ივლისს ჩვენმა დიდებულმა მართლმადიდებულმა ეკლესიამ მოგცა კურთხევა, უფლება, რომ საქართველოსთან შევიკრიბეთ, ვინც მორწმუნე იყო, ეზოში იდგა და პარაკლის ესწრებოდა, მაგ დროს მე ვიღებდი კამერით და თან დავდიოდი. რომ აი სახეები გადამეღო და უფრო საინტერესო ყოფილიყო და აგერ სახარება მიდის, ნუ წესით მეც უნდა ვიდგე გაუძლევლა და მაგრამ როგორც ახლა რეჟისორი და ამ საქმის აღმწერი, ესე კი არ ვიდექი, არამედ ნელ-ნელა შეუმჩნევლად არავისთვის ფეხი არ დამედგა, მაინც კამერით მოძრაობდი და რა დავინახე? ეს მორწმუნეები დალოცულები დგანან, ლოცულობენ, აგერ მთავარეპისკოპოსიშიო, მიტროპოლიტიშიო სახარებას კითხულობს, ამდენი სამღვდელოება არის ეზოში და აგერ ქუჩა რომ გადის, გაშვედის გვერდით, დაიძახა და მთელი ეს ქართველობა მიედინება და მიდევს ვიღაცას. მაგისთვის შევიკრიბეთ? ეს ჭირიანი ჟურნალისტები გვეცე მაგაცო? რა უნდა მაგაცემას? შეკრიბის გარეშე ცალკე გაიყვანე და გაურჩიე საქმე, თუ ესეთი მაგარი ბიჭი ხარ. ამ დღეს გააფუჭეთ უყველამ საქმე. ლოცველები ლოცვაში იყვნენ, დევნილები და ვაჟკაცები ვიღაცებს ურტყავდნენ და გააფუჭეს ის საქმე. მაგრამ მომავალში, ჩემი აზრით, როდესაც ეკლესია კიდევ ერთხელ გვაკურთხებს და მარტო აგერ 7-დან 8 მღვდელი კი არ იქნება, არამედ იქნება მიტროპოლიტები, ეპისკოპოსები, მთელი სამღვდელოება, საქართველოს გამოსული, აი ამ ვაქცინაციის წინააღმდეგ, რომ ვილოცოთ, კი არავის ურტყავთ ქუჩაში, ვილოცოთ და დავამტკიცოთ, რომ ეს გარკვეულად მაინც არის სულიერი საკითხი. შეიძლება მედიცინას ეკუთვნოდეს ისევე როგორც აბორტი, მაგრამ აბორტზე უწმიდესმა ბრძანა შეწყდესო, ორჯერ თქვა. მამა გაბრიელის სიტყვებია. მე პირადად მაკურთხა, დამიბარა, შვილო, სადაც იქნები, ყველგან ილაპარაკე, რაც ეხლა მოგიყევი ჩემს კელიაშიო. იქ მარტო კი არ ვიყავი, ბევრნი ვიყავი. მაგრამ ესე გვერდში მომიჯინა, მომიყვა კიდევ ერთხელ ეს ღვთისმშობლის გამოცხადება, ბავშვები რომ პანტაპუდით ცვიოდნენ ციდან და ქართველ დედებს მოუწოდებდა მე გაბრიელი რომ დედებო, შეწყვიტე ჩვილების ყლა, იღუპება საქართველო და ძირგავარდნილი კოკით, თოქით დადიოდა ფეხშველი რუსაველზე და ამბობდა უსიყვარულო კაცი, აი ამ ძირგავარდნილ კოკას გავსო. დღეს ესე ვარ ჩვენ, სად არის სიყვარული? სად არის ამდენი ხალხი აიცრა მილიონზე მეტი, 1,200,000. გვემუქრებიან ოქტომბრის ბოლოს 4 მილიონზე უნდა დალოცულოს 3,500,000 ვარ 4 მილიონზე როგორ უნდა ახვიდე? ძროხები უნდა მიათვალო და თხები, თუ რაშია საქმე. ხოდა ეს კაცი არ არის ნორმალური. ბაზამეით ავლი ზურაბაშვილი გავაცოცხლოთ კაცო რომ მიხედოს. ხელისუფლებაო, მიხედე ამ არანორმალურ ადამიანებს. მოკლეს განადგურე საქართველო. ეს არის გენოციდი. ეს არის სულიერი საკითხი. შეიძლება დღეს და ხვალ არ აჩანს ანტიქრისტე, მაგრამ რაც ჩადეს თავიდან, ჯერ აიდი ბარათებში შემოგვაპარეს ნელ-ნელა, გაგვაციფრეს, მამა მოიღეს პასპორტიდან, ქართველობა მოიღეს პასპორტიდან, მართლმადიდებლობა მოიღეს პასპორტიდან. ახლა QR კოდები თურმე მწვანე, გაგვიმწვანეს სიცოცხლე და გაგვიმწარეს. ისიც რატომ? არ ვარგივარ ჩვენ არავინ. ამიტომ თხოვოთ მუხზე ჩოქით ეკლესიას, ჩვენს პატრიარქს უწმიდეს, კიდევ ერთხელ ჩაატარონ, იქნება როგორმე რამენაირად რაღაც თარიღი დათქვან, რომ როგორც მაშინ პარაკლისი ანქაშუეთან, ასამებასთან, სადაც გინდა მოვიდეს მთელი ქართველი ერი, ვილოცოთ, იმიტომ რომ ეს არის მაგების სოფლიო ყოველდღიური ფოროტი ლოცვის შედეგი, რომ გამოთაყვანებულია ხალხი, რაც გინდა ელაპარაკო, არაფერი ტვინში არ შედის. იმიტომ რომ მაგიურად მონუსხულები არიან. რა გვიცავს ჩვენ რომ გვესმის ეს საკითხები? კაი ბიჭები ვართ? მაგრები ვართ? არა, ეგენის მაგრები იყვნენ თავის დროზე, რომ ახლა ბაიხუშები ვით არიან მთელი საქართველო.
ნაწილი სასულიერო პირების, ნაწილი ერის. იცრებიან და იცრებიან. ვითომ არაფერი მომხდარა ცუდი. ამიტომ ჩვენ იმის იმედით ვართ, რომ ეთყობა ვეზიარებით ხშირად, ვახსენებებს ვაბარებთ, მერე ვიღაცა კიდე ლოცულობს ჩვენზე, მერე ეს ამდენი წელია კაცო ტყუილ არჩაულია, ხო? ეკლესიის ლოცვას და მამა გაბრიელის დარიგებებს და შენ თუ შენი თანამედროვე წმიდანი არ წამს, შენ არ ახარ ღირსი, ძველ წმიდანებს ეპოტინებოდე. პატრიარქი არ მოწონთ, იოანე ოქროპირი მოუნდათ. თქვენ მოგისმენიათ იოანე ოქროპირის გადაგებები ებრაელებზე რას ამბობს? აქედან შიშით გაიქცეოდით ყველა, ვეროვის გადაგება ახლა ვთქვათ, ზეპირად ვთქვათ. იმისანა სიმართლეების მოლაპარაკე დღეს რომ ვინმე მილაპარაკოს, ორ დღეში გააქრობენ ცოცხალი არ იქნება. ამიტომ ვის ღმერთმა დაგვიდგინა, რატო არ აცხადებსო რომ არ აიცრათო? შეთანხმებულო თვითონ არ იცრება. სიტყვაზე მეტი საქმე ხო არის? პირბადი აფარებულები ვართო, ვიხშობითო. თვითონ არ უკეთია პირბადე, ვერ მაგაფარა ეს პირბადე სახეზე. თუ ხარ ნორმალური. ლებარდოში ვიყავი, ბახმაროში, შოვში, პირბადიანი ხალხი დადის, კაცო. ფეროს კვამში რომ ენახა პირბადიანი ზესტაფონში, გიგი ბატონო, სხვა საქმეა, ზესტაფონელი კაცი აგერ. მთელი ზესტაფონი იცრება, წერს ხოლმე Facebook-ზე გამწარებული ბიჭი. ვერაფერს ვაგებინებო. რა იყო მე უთხარი, ფეროს კვამლი არ ეყოფათ, რომ კიდე ეს შამი და სამსალო კიდე გაიკეთონ მეთქი? და ებრძვის უყველა გამოაგდეს რკინიგზაში მუშაობდა. გამოაგდეს, არ დაწერა საჩივარი. რატო? მამამისი იქ მუშაობს, რომ მამამისისთვის პრობლემა არ შეექმნა. ამიტომ ჩემო საყვარელო ხალხო და ვამთავრებ. მაპატიე ცოტა ემოციური გამოსვლა, მაგრამ ასე იყო საჭირო ეთყობა და დიდება უფალს ყველაფრისთვის. ღმერთმა გამოაფხიზლოს ქართველი ერი, გონება გაუნათლოს, ეკლესიის მორჩილებაში შეიყვანოს, პატრიარქის ლანძღვას თავი დაანებებიოს. რადგან მძიმე ცოდვაა ძალიან მძიმე ცოდვაა. შენ უკეთესი ხარ პატრიარქზე? სხვა საქმეა ხანდახან ესე მაინც გამოთქვა, რომ ვაიმე საპატრიარქოს იქნებ რაღაცა ისეთი მიეღო. ნუ იქ მაინც გამოდიან აი პატრიარქი რაშუაშია, კაცო მოხუცი კაცი 97 წლის. ყველა საკითხი იმან უნდა გადაწყვიტოს, თქვენ ხელის განცრევ არ გიდათ? აბა გამოფხიზდით ქართველებო და გავერთიანდეთ, კიდე მეტი შევიკრიბოთ და მერთის ძალით შევცვალოთ არსებული სიტუაცია. დიდი მადლობა ბატონ დავით. რომლებიც უნდა გადაგებდნენ თავისუფლებას, ხოლო ისინი ითხოვენ ჩვენი თავისუფლების შეზღუდვას. ისინი თითქოს ლაპარაკობენ თანასწორობაზე ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ახდენენ ჩვენს დისკრიმინაციას და სეგრეგაციას, აცრილებად და აუცრელებად. მათ მოგეხსენება წლების წინ უგვაგებინეს ის ავაცახსენებელი ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელსაც თავად არღვევენ და გვიცხადებენ, რომ თურმე გარყვნილების პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა არის დისკრიმინაცია, ხოლო აცრაზე უარესობის მოტივით სამსახურიდან გათავისუფლება ეს არ არის დისკრიმინაცია და ეს არის სრულიად ნორმალური. ეს არის სრულიად აბსურდი და სრულიად დაუშვებელი. ამაში მათ ეხმარებიან ჟურნალისტები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან, ჯორჯ სოროსისგან და სხვადასხვა გლობალისტური ფონდებისაგან. ისინი ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, ისინი ჩვენ გვეძახიან ანტივაქსერებს, ბნელებს, პლელებს და ასე შემდეგ. ისინი ახდენენ პირდაპირ მოსახლეობის ტერორს და ისინი აიძულებენ ფაქტიურად ხალხს ვაქცინაციას. ისინი ცდილობდნენ გამოეწვათ ეთნოკონფლიქტი დმანისში. მათ სურდათ, რომ დავით გარეჯი გადაეცათ აზერბაიჯანისთვის და ყოველთვის მათ უკავიათ მოღალატეობრივი პოზიცია. ისინი ებრძვიან ეკლესიას, ისინი ებრძვიან პატრიარქს და ისინი ებრძვიან მრევლს. აი ასეთი მოღალატე ჟურნალისტების გამო კი მოგეხსენებათ 5 ივლისს 31 პატრიოტი ახალგაზრდა არის დაკავებული მათ მიერ მოწყობილი პროვოკაციების გამო და მათ ემუქრებათ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. მოგეხსენებათ ისინი იღებენ ძალიან დიდ ხელფას 10-20,000 ლარს თვეში და აი ამ პროვოკაციების
მოწყობისთვის მათ დაფერდნენ პრემიებს. და აქვე დავაანონსებ, რომ აი ამ პატრიოტი ბიჭების, რომლებიც ყოველთვის იდგნენ საქართველოს სადარაჯოზე აპროტესტებდნენ დავით გარეჯის გაყიდვას, იგივე ამ COVID ტერორს, ნამახვანს და ასე შემდეგ, მათი მეგობრები, თანამებრძოლები და ნათესავები აქ 1 სექტემბერს საღამოს 6 საათზე მართავენ აქციას მათი გათავისუფლების მოთხოვნით და ჩვენ აუცილებელია ჩვენ რომ ხარში დაუდგეთ ამ ადამიანებს, არ დავტოვოთ მარტო, რადგან რო რამე და ომი დაიწყოს, ესენი იქნებიან პირველი, ვინც აიღებენ იარაღს ხელში და დაიცავენ საკუთარ ქვეყანას და დედა ეკლესიას. დიდი მადლობა. მოგესალმებით. უბრალოდ მასწავლებელი არა ვარ. არ ვაპირებდი აქ გამოსვლას, მაგრამ უბრალოდ მეც მინდა რომ პატარა კომენტარი გავაკეთო აი აქ გამოსულზე, რომლის მსგავსადაც ხშირად შემინიშნავს სოციალურ ქსელებშიც, ხშირად არის ხოლმე კამათი ეკლესიის მიმართ საყვედური და აი ამასთან დაკავშირებით მინდა ზოგადად თქვა რა. ზოგადად ადამიანს, როდესაც რაღაცის გაკეთება არ უნდა, მაგრამ რაღაცა სისუსტეების გამო აიძულებენ იმის გაკეთებას და მერე მიდის და იმას აკეთებს, ყოველთვის ცდილობს გამართლება მოძებნოს და ერთ-ერთი ასეთი მიზეზი ხშირად არის პატრიარქზე ხელის გაშვერა. აი ის პოზიცია, რომ რატომ პირდაპირ პატრიარქი არ მოგვიწოდებს, ავიცრათ თუ არ ავიცრათ, დღევანდელ პირობებში, როდესაც ურთულესი დრო არის, თითოეულ სიტყვას პატრიარქისას სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევენ, ამ ურთულეს ქარტეხილში, როდესაც ყველა მხრიდან მტერი არის, პატრიარქი ცდილობს, რომ ოქროს შვალეძე იაროს, ხომ? და მე მიმაჩნია, მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის პირადად პატრიარქის პოზიცია მის საქმეში, მის მოქმედებაში გამოიხატება. აი ბატონმა დავითმა თქვა და მე ვეთანხმები, რომ ის ხომ არ აიცრა, ის ხომ არ გამოდის პირბადით და ადამიანი, რომელიც მის სიტყვას ანგარიშს უწევს, უნდა აკვირდებოდეს მის საქმესაც და შესაბამისად მას ღმერთმა ამითი მისცა პასუხი პატრიარქის პირით, რომ ის არ იცრება, არ იკეთებს ამ პირბადეს, არ აყვა იმ მოწოდებებს, რომ ყოზი გადაედოთ პანდემიის დასაწყისში, ხომ? საქართველო იყო ის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეკლესიამ ოფიციალურად არ დაკეტა აღდგომის დღეებში ეკლესია, ხომ? და ამ ყველაფერს ხომ უნდა ანგარიში გაუწიოთ. ხალხო, ადამიანს, როდესაც რაღაც გადაწყვეტილება აქვს მიღებული, აი წარმოიდგინეთ ახლა ამ ბოლო ხანებში იმის გამო, რომ პატრიარქი პირდაპირ არ ჩაერთო პროპაგანდაში, გამოვიდნენ ზოგიერთი ექიმები, ცნობილი სახეები და დაიწყეს პირდაპირ დადანაშაულება ეკლესიისა მათ მიერ გაბერილ სიკვდილიანობის სტატისტიკაში და ამის მიზეზად სცადეს კიდეც, რომ პატრიარქი რახან არ ჩაერიაო და ეკლესიაო პროპაგანდაშიო, აი ამის გამო არ იცრებაო ხალხია და სიკვდილიანობს იმიტომ იმატებს, რაც არის რა თქმა უნდა მიზან მიმართული ცილისწამება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ პირდაპირ თქვას პატრიარქმა დაუშვათ არ აიცრა და ადამიანების უმრავლესობა რა თქმა უნდა აცრელია, ხო? ამას რა მოყვება, ხო? ისინი ვერავენ ხელოვნურად ამ სტატისტიკებს და ამას ყველაფერს პირდაპირ უფრო მეტი საფუძველი მიეცემათ ამ ბრალდებების გამრავლებისა და ის ხალხი, რომლებსაც არ უნდათ თავის თავზე პასუხისმგებლობის აღება და თავის დონეზე ბრძოლა, რომ დაიცვან თავისი თავი, თავისი სიცოცხლე, ხელს იშვერენ სხვისკენ და ამ შემთხვევაში პატრიარქისკენ. მე ეს არ მიმაჩნია, სწორად ადამიანს თუ აზროვნება არ აქვს ამდენი, რომ დაინახოს ეს ყველაფერი, იმას პირდაპირაც რო უთხრა, მე შემოუტრიალდება ეს ადამიანი და ეტყვის, აბა შენ თუ არ მანებებ აცრას, მაშინ სამსახურიდან რომ იშვებენ, შენ მარჩენო და ისევ გალანძღავენ მოერთო მაპატკეთ ეკლესიას, ხო? ერთი სიტყვით ეს ჩემთვისაც მიუღებელია რა. და ისე კი ვიცოდეთ და მე განსაკუთრებით მინდა როგორც ჩემს ძმებს, ჩემს დებს, ჩემს ახალგაზრდებს, აცრილებსაც და აუცილებლებს რა თქმა უნდა. გამოფხიზდით მეგობრებო, ჩვენ ყველაზე უფრო მიგვიწვდება, უფრო თაობაზე მეტად მიგვიწვდება სოციალურ ქსელებთან
ხელი და თქვენ მშობლების მიმართ მორჩილება რა თქმა უნდა გვევალება ყველას, თუმცა როდესაც საქმე ეხება ჭეშმარიტებას და თუ ჩვენ დავინახავთ რომ ჩვენი მშობლები ცდებიან ჭეშმარიტებაში, ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ ამის დანახვაში. რომელიღაც ბატონმა ზვიადმა გოგიაშვილმაც სწორად ბრძანა და ვეთანხმები. აი ეს აქციები, როდესაც ეხლა ჩვენ ესეთი ცოტანი ვართ, თითქოს ხვალდაზე გაცილებით მეტნი ვიქნებით. უნდა იყოს ბევრი და ჩვენს გვერდით უნდა იდგნენ აცრილები, როგორც ეს ხდება ევროპაში. რატომ? როდესაც ადამიანი იცრება ერთხელ, ორჯერ და მას გართულებები დაეწყება და მივა საავადმყოფოში და ექიმები აირიდებენ პასუხისმგებლობას და მაგალითად ეტყვიან იმას, რომ ეს არ არის აცრის ბრალიო და თვითონ დარწმუნდებიან სისტემის წინაშე, როგორ უტიფრად ატყუებს მათ სისტემა, აი მაშინ კი მოუნდებათ, რომ მათ მესამე დოზა დაუშვათ არ გაიკეთონ, ხო? და მაშინ რომ გავა ის 6 თვეა თუ 8 თვეა თუ თუნდაც 10 თვე გაუნულდებათ სერტიფიკატებს ძალა დაეკარგება და მათ დასჭირდებათ დამხმარე რომ არ გაუშვან სამსახურებიდან, არ დატოვონ ლუკმაპურის გარეშე, ხომ? და ისინი სტატუსობრივად აუცილებლებს გაუთანაბრდებიან. თუმცა მიღებული ექნებათ. მაშინ რა მოუწევთ? არჩევანი გააკეთოთ. ან აიცრან, ან და სამსახური დაკარგოთ. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ დღევანდელი კანონმდებლობა, შიდა თუ გარე, სახელმწიფოს შიდა კანონები თუ საერთაშორისო არის ჯერ კიდევ ჩვენკენ და სანამ ეს გზა საერთოდ გადაუბლოკიათ და იმედია ეს არ მოხდება, ხო? გამოვიყენოთ ერთად და დავდგეთ და ვისაც ჯერა ამ აცრებისგან დაცვის, აიცრას ბატონო და ნუ ცდილობენ ჩვენს დისკრიმინაციას. ჩვენ არავის წინააღმდეგნი არა ვართ. ჩვენ ვართ ერთმანეთის ხელშემწყობნი და გულშემატკივარნი. და ის კი და ბოლოს ბოდიში გამიგრძელდა სიტყვა ისრაელი, რომელიც ორჯერადად დაიცრა, გავრცელდა დელტა შტამის მიმართ ეს აცრები არის უძონურიო და ახალი შტამები წამოვიდა კიდევ. ბატონი გიორგი კანდელაკი გამოგზავნა, ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცით მისი ცნობილი გამოსვლა, ხო? ამიტომ მადლობა ასეთ ღირსეულ ექიმებს, მადლობა ყველა ადამიანს, რომელიც დგება კრიტიკულ სიტუაციაში სიმართლის მხარეს. რადგან როდესაც სიმართლეს დაიცავ, მაშინ ღმერთი დაგიცავს. და ვინც არ იბრძვის სიმართლისთვის, მას ღვთის მადლი აკალდება ქრისტე ღმერთი. და ნუ შეგეშინდებათ, თუნდაც რაც არ უნდა დიდი ცოდვილი იყოთ, რაც არ უნდა დიდი შეცდომები დაგეშვათ ცხოვრებაში, თქვენ სწორ პოზიციას ღმერთი შეიწირავს და მორწმუნე ერი ამას დაინახავს და დააფასებს. თუმცა ჩვენ ხალხის დასაფასებლად არ უნდა მოქმედებდეთ და ჩვენ უნდა ვცდილობდეთ ღვთის გული მოვიგოთ, ასე ვთქვათ. ერთმა მოგცეს იცით წმენა სინანული, მაცხონებელი და სიყვარული და სიბრძნე და თავმდაბლობა. ქრისტეს მიერ ძვირფასმა პირველ რიგში ყველას მოგილოცავთ გუშინდელ მარიამბას და დღევანდელ ანჩის ხატობას. ამ ორი საოცრად მადლიანი დღესასწაულის მადლით ფარავდეთ ყველას. ეხლა მინდა ყველას გითხრათ, რომ დღეს უდიდესი ღვთის წყალობა ანჩის ხატის ლოცვა-კურთხევით ჩვენზე, ყველა ჩვენთაგანზე, რომ ამდენი სასულიერო პირი ქრისტეს ერთგული ხედარი, მარტო ის კი არა რომ არაფორაცია, არამედ მებრძოლი ქრისტეს ერთგული ხედარი ჩვენ გვერდში დგას. თქვენ გენაცვალეთ, მე უკვდავ სულებში გენაცვალეთ. დაგლოცოთ ანჩის ხატის მადლმა, თქვენი ჭირიმე მე თქვენი საამაყო ქრისტეს მხედრებო, ჩვენო უძვირფასესო სულიერო მამაო, მამა დავით, მეამაყები და გვიყვარხარ და ყველანი ერთად. ამინ. დაგლოცოთ უფალმა. ეხლა მინდა ყველას გითხრათ ქრისტეს მიერ უძვირფასესო 9 აპრილს ჩეკისტებმა, სატანა კომუნისტებმა ჩვენი ფეხსიმეთა აი აქ დაკლეს. დღეს ეს კოვიდ ფაშისტები უკვე ერთს არა დაერივნენ და 7-მდე ფეხსიმე მოგვიკლეს. გამყრელიზე ვამბობს, 3 წლიდან დავიწყოთ უკვე აცრაო ტყუის მან დედის საშოდან დაიწყო
ქართველი ბავშვების დახოცვა. მე ვამბობ, გამყრელიძეების გვარი უდიდესი გვარია და ის ამ გვარის ღირსი არ არის. ვენაცვალე ყველა გამყრელიძეს, ვისაც ვიცნობ და შენ ამირან, შენ არ ხარ არც ამირანი და არც გამყრელიძე, შენ ხარ ადმირალ სატანისტ კოვიდ ფაშისტი, აი შენი გვარი და შენი სახელი. მე პოლიტიკაში არასდროს არ ვერევი, მაგრამ თავს გავწირავ ყოველი ქართველი ფერციმეტეთის დასაცავად. არ დაგითმობთ სატანისტებო ქართველი ერის გენოფონდის დახოცვას, დაღუპვას. ერთი რამე იცოდეთ, მეც ვარ პედაგოგი, მარტო სტიგაროსანი კი არა, მე პედაგოგი ვარ. აფხაზეთშიც სტიგაროსნობდი და 500 ბავშვის აბზერდანი ვიყავი. არა იცოდეთ, რომ თვითონ აფხაზებსაც კი უხაროდათ წმინდა გიორგის ჯგუფში ბავშვების მოყვანა, იმიტომ რომ პატრიარქის ლოცვა გუთხევით, ლოცვით ვიწყებდით და ლოცვით ვამთავრებდით ვარჯიშს. ეხლა ერთი რამე იცოდეთ ყველა, კორონას არსებობა არ არსებობას რო ამტკიცებს ზოგიერთი. ღვთის წინაშე გეუბნებით, 740 ბავშვი ყავდა წელს 2 თვის განმავლობაში სპორტულ შეკრებაზე ცხვარი ჭამიაში. თქვენ და სასიცხვილოდ კოვიდ ფაშისტებო, 740 ბავშვიდან არც ერთს არც დაცემინებია, არც დახმარებია და არც სიცხე არ ქონია. რატო იცი ამირან გამყრელიძე და ჩვენო მთავრობა? იმიტომ რომ ჩვენ არ გვკეთებია ჟანგბადის მკვლელი ჩმირბადე, არ გაგვიკეთებია ტესტირება დამაინფიცირებელი. მამა დავითმა ბრძანა ერთ-ერთ თავის ღირსეულ ბრძნულ ქადაგებაში, რომ ყველა PCR ტესტი გაშღებულია იმ ნივთიერებით, რომელსაც ქვია მეთილენ ოქსიდი, რომელიც იწვევს ქიმიურ პნევმონიას. პირბადეებიც ზუსტად მაგ ნივთიერებითაა გაშღებული და საწოდავ გაუნათლებელ მოსახლეობას გონია, რომ კორონავირუსი ჭირს. მე ღვთის წინაშე ვამბობ და პასუხი ვაგო უფლის სამჟავროზე. არანაირ კორონავირუსი არ არსებობს. არსებობს მეთილენ ოქსიდი, რომელიცაც გაშენებულია ტესტები, PCR ტესტები და პირბადეები. ამიტომ რატო იმადა დაინფიცირებულთა რიცხვა თან ტყუილი დადებითებიც მოდის. პირდაპირ გეუბნებით, რამდენსაც გატესტავთ, იმდენს დამართ ქიმიურ პნევმონიას, რომელსაც ქართველი ხალხი აღიქვამს კორონავირუსად. ეს არის ხელოვნური ბრძოლა, ტერორისტული აქტი ქართველი ერის წინააღმდეგ. დამაგეუბნებით კოვიდ ფაშისტებო და ნაცებო და ქოცებო, ყველას გეუბნებით, ჩვენ საქართველო არც პუტინისა, არც ერდოღანის, არც სიციმპირის და არც ამერიკის პრეზიდენტის. საქართველო ქრისტესია, ქრისტეს საქართველოს ჭვირბადეების, PCR ტესტების და მკვლელი შხამცინაციის გარეშე თქვენ გენაცვალეთ ყველას. კარგად დაფიქრდით, შეხედეთ ამ ბავშვს. ეს არის ის ბავშვი, რომელიც ჩვენი მომავალია, რომლისათვისაც ვაჟკაცი ადამიანი თავს წირავს. ეს არის ქალბატონი, რომელიც ის გაიზრდება. ეს არის მომავალი ბიოლოგიური დედა. ამისთვის დაფიქრდით კარგად, ქართველებო, ღირს თუ არა ომში ჩაბმა, ღირს თუ არა რაინდად გამოცხადება ჩვენი. ჩემო საყვარელო მეგობრებო, მოუვაროთ მათ და უსურვოთ წარმატება. გაიხარეთ შვილო, დიდი მადლობა. მე საყვარელო ხალხო, აქ არის ერთი უსაყვარლესი ადამიანი, რომელსაც პირადად ნამდვილად არ ვიცნობდი ინტერნეტ ქსელიდან. ეს არის გიორგი ლომიძე. თხოვთ ბატონ გიორგი მობრძანდით. გამარჯობა ჩემო მეგობრებო. უფალი ფარავდი პირველ რიგში. დაგლოზოს მეთა და დაგლოსოთ მომავალი.
ჭეშმარიტ გზაზე, სიკეთეზე და სიყვარულზე. ერთი რაც მინდა გავაჟღერო პირველ რიგში რა. უბრალოდ საქმე იმაში არის, ჩემო ძვირფასებო, რომ კურნალობა მიდის არასწორად. ერთი, აი ეხლა უსმენდი და რო არ გამოსულიყავი, არ შემეძლო. ეს უბრალოდ ჩემი დანაშაულიც იქნებოდა რა. კაცმა შემოიტანა ოზონოთერაპია. ოზონოთერაპია, სადაც 100-დან 100 შედეგი დადგა. დღეს მაგალითად სამანტყოფოში კაცი ვარ უბრალოდ შოქში რა. ოზონოთერაპია აკრძალულია, იმიტომ რომ ხალხი გამყურნა. შეკითხვა არის, ხო? აი რა ისწავლეს ამისთანა, უბრალოდ რა ისწავლეს ამისთანა, რომ თავს გვამადლიან უბრალოდ. აი მაპატით შეიძლება ცოტა ემოციურად მომდის, მაგრამ რა არიცი, ყოველ დღე ხალხი მირეკავს, მეკითხება რა ვქნათ. აი რეანიმაციაში მყავს ერთი ნათქვამი, უბრალოდ რომ თუ რეანიმაციაში ნაცნობი ყავს, შეუტანეთ ეს. ნუ არ მინდა ეხლა ვიღაცამ რაღაცა, ანუ წყალბადის ზეჟანგზე მაქვს საუბარი. შეიტანონ უბრალოდ ოზონოთერაპია, ისევ დააბრუნონ. ეს ხო ცერცვაძემ შემოიტანა, კაცო. ცერცვაძემ შემოიტანა ეს ყველაფერი და 100-დან 100 შედეგი დადო. 100-დან 100. დღეს მაგალითად სამანტყოფოში პირდაპირ ზუსტად კორონაზე, როგორც ის ბატონი კულუმბეკოვი რა, სხვათა შორის ჩემი მასე პირდაპირ მითითება იყო, რომ არა იცით რა არის, წყალბადის ზეჟანგი გამოიყენება ბევრი რაღაცისთვის, მაგრამ კორონავირუს არ მკურნალობ. რატო ანუ ისტერიკაში ვარდებიან თუ რა არის, ვერ გავიგე. კაცი გადარჩეს და ვინ გადარჩეს, მე გადავარჩე, შენ გადარჩე, რა მნიშვნელობაა, ხო? ადამიანი გადარჩეს. ხოცავენ და ხოცავენ ხალხს. შედის ადამიანი თავისი ფეხით. იქიდან გამოყავთ იმითი, რა ქვია, კაცო, ნასილკი, მიცვალებულები. სადამდე შეიძლება ამის ატანა, ხო? დღეს უკაცრავად ყველასთან დიდი ბოდიში, მაგრამ თეთრ ხალათიანის უნდა გეშინოდეს. მე რომ ბავშვობაში რომ მეგონა თეთრი ხალათი ღმერთამდე ამყავდა. თეთრი ხალათის უნდა გეშინოდეს, სამანტყოფოს უნდა გეშინოდეს. გაგიგიათ ხალხო სადმე, აი უკაცრავად მაპატიეთ სულ ყველა სახლში გარდაცვლილი პაციენტი. არ არსებობს. მიდის თავისი ფეხით, ამძიმებენ, არ ვიცი მე იქ რა ხდება. ვერაფერს ვერ ვიტყვი. შედის კაცი თავისი ფეხით, იქიდან მკვდარი გამოყავს, კაცო. სადამდე შეიძლება მაგის ატანა, ხო? ამ ღმერთის არასწავთ ამ კაი დედმამიშვილებს. ვინ არიან ბოლო-ბოლო, საიდან მოდიან, სად მიდიან? რა უნდათ პროსტა? ერთი მოსათხოვი რაც არის სტილი შეცვალონ, მუშაობის სტილი შეცვალონ, კურნალობის. აგერ ჩემი კოლეგები არიან და კიდე ანუ რაზეც მინდა აბსოლუტურ ყურადღება იმას ვქნა, რა ქვია, გავამახვილო. აცრილები ჩემო კარგო, ყველას ერთი და იგივე სიმპტომი აქვს. აი რამოდენიმე დღეა ვგებულობ აცრილებს. რამოდენიმე დღეა. ერთ ძალიან საინტერესო რაღაცას გეტყვით. ანუ მე თვითონ თვალსახსრის სპეციალისტი ვარ. ნუ ეს რა ქვია, იმაზე წყალბადის ზეჟანგთან დაკავშირებით, ანუ რო იტყვიან კვლევები მაქვს უკვე რა. და მეორე კიდე მეორე და პირველი შველა, ეს არის ჰიროდოთერაპია, წურბელები. ძალიან საინტერესო რაღაცას გავაჟღერებ ეხლა. აი ისინი რო იყო რომ ანუ ნანემსარზე რა, ნუ იწებებდნენ რაღაცებს, ის იყო ანუ მაგნიტივი და რაღაცა. საერთოდ წურბელა რა შვება? წურბელა სადაც გაქვს შრამი, სადაც გაქვს ნანემსარი, ანთებითი პატარა პროცესი როცა არის, პირდაპირ ახტება ზემოდან. გამოაქვს ცუდი სისხლი, გაფუჭებული სისხლი. თქვენ იცით რომ ნანემსარზე წურბელა არ აჯდება და რაშია საქმე? აი ამაზე დავფიქრდეთ უბრალოდ. არ ვიცი ხალხო, მე
ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაცაში რომ სერიოზულად არის, წურველა რო არ დააჯდება ნანემცაზე, ჭრილობაზე, აი ამაზე ვილაპარაკოთ ახლა. პროტოკოლის შეცვალო. პირველი ჩვენი მოთხოვნა. კი ბატონო, მესმის ყველაფერი და ის ბაქტერიოფაგიდან რო გამოვაქვთ თავიანთვის ის სამლები რო გამოვაქვთ. არ ვიცი იმას ვაქცინა ქვია, რა ქვია, არ მაინტერესებს რა. ის კომუნისტების დროიდან იყო, ჩემო კარგო, გატესტილი, კომუნისტების დროიდან იყო შექმნილი და მაგას იკეთებდნენ, აი ცეკარო იყო, მაშინ ცეკარო იყო. ჩემი კოლეგები არიან და მე მგონი დამიდასტურებენ. ერთი არის ისა, რა ქვია, ну, რაც არის რა. ანუ ბაქტერიოფაგში მზადდება ძალიან ბევრი რამე. არავინ მოვიტყუოთ თავი, რომ ისაო, ერთი აცრა, ერთი წელიწადი ყოფნის, რომ ვირუსი არ მიგეკაროს. რატო არ ამუშავებენ ბაქტერიოფაგს? აი ეს არის საკითხავი. ესე იგი მიზანი რა არის? ხოცვა? აი ვერ გავიგე ვერაფერი უბრალოდ რა. აი ახლა დგანან რა, აი სხვათა შორის პოლიციელებს უყურებ რა. ერთი ლაივი გავაკეთე, პოლიციელები დაუვარდათ ბიჭო. აი ამ პირბადეებით ხალხნო პარადი ქონდათ, ხო? ხალხი არიან, აი ამათვის არავინ არაფერი არ არის. ესე იგი რა უნდა? კავშირი ჩვენ და ჩვენი შვილები ვიყოთო და ითამაშონ რა მარტო რა. მომიტევეთ ემოციისთვის, მომიტევეთ ჩემო კარგო. ემოციური გამოსვლისთვის, მაგრამ ეს რო არ მეთქვა შემოგევლე. ნამდვილად. პირველ რიგში შეცვალონ. აი ეს გაინლაინები შეცვალონ და მოდიში მაპატი და ის ჭკუა ხალხის სახოცად არა რა. ხალხის კეთილდღეობისთვის გამოიყვანოთ. არავის არ დაუძალებიათ, რომ ექიმი გახდიო, გახდი ექიმი. ბოლომდე მიყევი შესაქმეს, გიყვარდეს შენი პროფესია რა. ექიმა თურმე ესე ყოფილა, უნდა დაიბადო და მაგენ იქლა რასაც უყურებ, მე ექიმად დაბადებულები ნაღრიერად არ არიან რა. მე ერთო გაგვიფარე და ვიშველი. ასოხი მინდა გავცეწინა გამოსვლას ექიმს. არ შეცვლიან გაიდლაინებს ხალხო. როგორ შეცვლიან, როცა ეს არის პირდაპირ მათი დავალება, რომ გავუჭრიდონ. გენოციდი მიმდინარეობს ქვეყანაში და ამას ვერ ხვდებით, ნუ თუ ასეთი დებილები მგონი ვართ ჩვენ ამ სამ მუშკეტერს რო ვიძახით, სხვენია როგორ ვადარებთ მათ მუშკეტერებს, არაფრით არ შეიძლება მათი შედარება. ისინი პატრიოტები იყვნენ, ესენი ვინ არიან? ესენი არიან ოფიციალური მკვლელები. კლავენ ქართველ ხალხს. გენოციდი მოგვიწყეს აქ და ეხლა შვილებით გვემუქრებიან, ძალიანა ვარ გაცოფებული. 3 შვილის და 5 შვილის დედა ვარ. კბილებით გამოვჭამ ხელს ნებისმიერს ვინც მოადგება ჩემ შვილს. დიდი ხანია გაბატონო მანანა გადავწყვიტე რომ სკოლაში აღარ ვატარო ბავშვები. არც ბაღში მეტირება, ვინც შვილებზე ლაპარაკობენ, ეს უღმერთოები. ვინ არიან ესენი? ხალხო, დაუმორჩილებლობას თუ არ გამოვაცხადებთ, დედებო, ბებიებო, მამებო, პოლიციელებო, თქვენ შვილებსაც მიადგებიან, დამიჯერეთ, მერწმუნეთ. ესენი უნამუს გამყრელიძე ადამიანი აღარ არის უკვე. ეს არის რეპტილია, დამიჯერეთ. ამას აღარც სული აქვს, აღარც გული აქვს, აღარც ღმერთის ამსა. საკუთარ შვილებზე რო გამოცდის, იმდენი დედა გაამწარა, იმდენი ცოლი გაამწარა, იმდენი ოჯახი გაამწარა. ხალხს ხოცავენ იმ საავადმყოფოებში. თქვენ რა გონიათ, მკურნალობენ, მეწოდებიან ექიმები. იმ გაიდლაინებით, რითიც ჯანმოს გაიდლაინებით, რომ მკურნალობენ, იმის გადახვევის უფლებაც არ აქვს. ფეხით შედის ადამიანი, ამძიმებენ მესამე დღეს მკვდარი გამოყავთ. ვერ ხვდებით რომ იქ კლავენ? მეც მოვიხადე კოვიდი 2 თვის წინ. მე ჩემმა 7 წლის შვილმა და ჩემმა ქალიშვილებმა. სიცილ ხატხატში 60 წლის ქალი ვარ. ყველანაირი დაავადება, როგორ შეიძლება ახლა 60 წლის ადამიანი ჯანმრთელი იყოს? წრევა ისე გადავიტანე რომ არც გამიგია. ნებისმიერი გრიპი თუ დაგიმძიმდება და ფილტვების ანთებაში გადაგივა, ისიც აკლავს ხალხო. ისიც აკლავს. ნუ ჯერებთ ამათ, ნუ გესმით ამათი შეგონებები. ეხლა აქ თქვენ არც ერთს არ მოგვართავთ, იმიტომ რომ ვიცი რომ თქვენ ყველამ კარგად იცით რაც ხდება. შემადგენლობას იცით ვაქცინების, მიზანიც იცით ამ ყველაფრის, ხო და
შემოუძახეთ, ძალიან ცოტანი ვართ. ეს რაოდენობა არ არის საკმარისი, მაგრამ თავარი რაოდენობა კი არა, თავარი ხარისხია ხალხო. ჩვენ აგერ მოგიწოდებთ სულ ყველას. თუ არ გავერთ ჯერ კიდე ერთობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ზოგიერთებმა ეხა არ მინდა გვარი და სახელი დავასახელო. გახლიჩეს ეს მოძრაობა. სიცოცხლისთვის საჭირო მოძრაობა. ახალ-ახალი ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც ახალ-ახალ აქციებს აანონსებენ ამ საპროტესტო აქციებს ამ ვაქცინებთან დაკავშირებით. ეს არის ხალატი, ეს არის მოღალატე. ის ადამიანი, რომელიც 5-ში ამ უტრანსპორტობის ქვეშ ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვიცი რომ ძალიან ბევრი აქ ფეხით მოვიდა და ფეხით უნდა წავიდეს. დაგვიანდა უკვე, მაგრამ ის ადამიანი, რომელმაც 5-ში აქცია დაანონსა, მტერი აბავინ არის. რატო არ ერთიანდება ჩვენთან? ჩვენ ვიყავით, მე ვიყავი პირველი ადამიანი, რომელმაც ეს მოძრაობა ჩამოაყალიბა და ჩემი მეგობარი შორენა სადახარ. და ჩვენ შემოვიერთეთ, ორმა ქალმა შემოვიერთეთ ესენი სუყელანი, ჩემი მეგობრები, შემოვიერთეთ და გავძლიერდით უფალში, ლოცვაში, ერთმანეთის გვერდით, ბევრი გადავიტანეთ. ფეხით დადიოდა საწყალი შორენა და ერთკაციან და ორკაციან აქციებს ატყვა. დღეს ტომარაძე გამოდის და ის რა ქვია, აქციების ჩატარება მოუნდა? რატო გახლიჩა? გვარსაც დავასახელებ და სახელსაც. იმიტომ რომ ღირსია, გახლიჩა მოძრაობა, მაგასაც არ ასწავს ღმერთი. გამყრელიძეზე უარესია. ერთობა ერთადერთი რაც გადაგვარჩენს. ძალიან დიდი მადლობა მინდა, აი თეც ვიხრი. მამებო, თქვენს წინაშე მადლობას მოგიხდით, რომ ჩვენ გვერდით ახართ და პირდაპირ ვიტყვი. შემდეგი აქცია იქნება დაუმორჩილებლობის აქცია. თქვენ შვილებთან ერთად მოდით, ნახოთ ვის შეეხებიან. ძალით არა, კბილებით გამოვღადრავ ყელს. ჩემ შვილებს და თქვენ შვილებს რო ვინმე შეეხოს. ეს სამი უნამოსო გახწნილი ბებერი როგორ ბედავენ ამდენს ჩვენ ერთადერთს მსოფლიოში, რომელსაც უძლიერესი გენიც აქვს, ისტორიაც აქვს და ხალხიც უძლიერესი. დებილები მგონი ვართ? არა ვართ ჩვენ დებილები, თქვენზე ჭკვიანები ვართ. პირველივე თვეში გაგშიფრეთ თქვენ ვინ იყავით და დასაპირებდით. გაწყვით ეს საქართველოს ხალხო, ძალიან ბევრი ადამიანი მიწიეს, მოვიდნენ დაბიჭიროთ. ბოლოს გამოძიება მაინც დაადგეს, რომ საავადმყოფოებში ხალხს ძალით კლავენ ზუსტად. კაცი 47 წლის კაცი ღიღინით სიცილით შევიდა მესამე დღეს ხელებზე ნარუშნიკების თუ ყადაფის თუ თოკის პალი ემჩნეოდა, მკვდარი გამოაცალეს, დებივით კაცი. არ იყო ძალით მოკლული. მოკლედ, ოდის გიხდით ემოციური გამოსვლისთვის, ყველანი ძალიან მიყვარხართ, ვინც აქ ახართ, ყველანი თქვენ მართლა გმირები ხართ. მე კიდევ ვიძახი, რომ რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, თავარია ხარისხი. გეუბნებით, შემდეგი აქცია დაანონსდება, ნახოთ რა პასუხს გავცემენ ამ ჩვენს პეტიციაზე და იქნება დაუმორჩილებლობის აქცია. მინდა ერთხელ კიდევ პოლიციელებს მიმართო, ბიჭებო, თქვენ არ ჩაგვერიოთ ჩვენ ომში. ეს ჩვენი ომი არ არის მარტო, ეს თქვენი ომიცა, იმიტომ რომ დღეს თუ ჩვენ გვაჯობეს მაგათმა, ხვალ თქვენ შვილებს მოადგებიან და თქვენც გეშინოდეთ. თუმცა მე არ მეშინია, მაგრამ იცოდეთ, რომ ყველანი განწირულები ვართ, თუ თავი დაუხარეთ. ფეხი დადიოდა და ბევრი ამბობს, საკმაოდ, რომ ამას როგორ აკეთებს, იმას რატომ აკეთებს, რას ქვია როგორ აკეთებს, მეგობრებო. აკეთებს იმისათვის, რომ თავისი მომავალი, საქართველოს მომავალი იცის მას და პროფესიით ისტორიკოსია. ერთი ნაბიჯი არ დაუდგავს უკან. მე რა არის შეცდომა, ვის არ მოდის, მაგრამ ვინმე რომ შენიშნას აძლევს, ერთი თავის გულში ჩაიხედოს, რა შეცდომების კორიანდელი აქვს თვითონ და დადოს ის რეცეპტი თვითონ, რა უნდა გააკეთოს. მისი რეცეპტი აი ქალბატონ და შორენა შადიძეებს დადო, რისი შესაძლებლობა ჰქონდა ის აი ამ ხალხთან, ჩვენ ხალხთან, გუნდთან განუყრელი არის. წარმოვადგენ მას და მიმართავ საზოგადოებას. მოგესალმებით ჩემო კბილო და გემრიელო ქართველო ხალხო, მეგობრებო. სიმბოლურია თითქოს ვიტყოდი, რომ შარშან ზუსტად 29 აგვისტოს აქ ამ ადგილას ზუსტად ჩვენ უბრალო ხალხიდან დაწყებული, როგორც აღნიშნა ქალბატონმა ლარისამ,
გადარჩენა სიცოცხლისათვის ასე დავარქვით ჩვენს მოძრაობას. შარშან ივლისიდან გამოვედით გარეთ, გამოვედით ქუჩაში. ჩვენ უპარტიო, უყველაფრო ადამიანები ქვემოდან ნულიდან დავიწყეთ, რომ თითოეული ჩვენი ქართველი სიცოცხლე, მოყვას სიცოცხლე, მოყვას ისათვის ბრძოლა იყო ეს, მოყვას სულიერებისთვის და ფიზიკურად გადარჩენისათვის ბრძოლა. ის მერე არ გავჩერებულად აქ დღესაც რომ მოვედი, სამწუხაროდ სულ ერთი და იგივე სახეებს ხედავ. 60% თითქმის ყველას გიცნობდი. მაგრამ ამ პატარა Facebook-ის აქტიურობებმა, ვიდეოებმა, აქციებმა, მეტრო სიარულებმა და ასე შემდეგ ჩვენთან მერე მოვიდნენ და დადგნენ ის მიკრობიოლოგები, ექიმები, საზოგადოებაში უფრო მეტად ცნობადი ადამიანები, ვეხვეწებოდით, ვიჩოქებოდით, მოდით, დადექით ხალხთან. თითქოს ამით ჩამოეხსნა მერე ნიღაბი ყველას, ვის მართლა აინტერესებდა ქართველი ადამიანის გადარჩენა, ანგარებით თუ უანგაროდ და სამედრიეროდ მერე ბატონმა თემურმა დაასახელა და ძალიან კარგი საქმეა ეს ეროვნული ერთიანობის სათათბირო, რომელიც საერთოდ აპოლიტიკურია და გავაგრძელებ ლარისას პათოს, ქალბატონი ლარისას პათოს და მართლა უდიდესი ჩვენ აქ არაფერი გინდა საერთოდ არაფერი არ გვაინტერესებს, გარდა იმისა, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს სიყვარულით, სიმდაბლით და სიკეთით უნდა გადავჩეთ, ჩემო მეგობრებო. მე რამინდა კიდე რომ თქვა ეხლა და გავაგრძელო პათოსი ერთობის. ძალიან მეშინოდა, როცა დავიწყეთ ეს მოძრაობა და ძალიან ზუსტად ის ხდება ეხლა. და გთხოვთ ყველას, ხალხზე არის ბევრი რამე დამოკიდებული. თქვენზე აგერ მინა ყავს, რომელიც ძალიან ხშირად ამბობს ხოლმე და გაგრძელება არის იმ ძალაუფლება, ვის ეკუთვნისო, ხალხს ეკუთვნის, თქვენ რომ გინდათ, ისე უნდა იყოს ყველაფერი. მესმის რომ გვაშინებენ, მესმის რომ არის ზეწოლა, მეგობრებო, მაგრამ დამიჯერეთ ერთიანობით და კიდევ რა, დღეს არის მეორე დიდგორი, მე ვთვლი. დიდგორში ვიყავით ამასინად და იქ ეს არის აკრულია რა, ანუ დღეს არის მოდის ის უხსენებელი არ მინდა თქვა, ხო, ამხელა ძლიერია და ჩვენ აქ რას ვახვედრებთ? გათითო კაცებას, ერთმანეთთან ქართულ ხასიათს ისევ რაღაც ამბიციებს და ჩვენ პირველ რიგში გაგვაერთიანებს ქრისტე, მეგობრებო. ღვთის სიყვარული გაგვაერთიანებს და თუ ვინც უკან გაიხალა და ვინც იტყვის მე არ მოვალ იქ, სადაც იქნება ქრისტეში ერთობა, მაშინ იმას არ დომებია ქართველი ადამიანის გადარჩენა. და ამით ხოლმე ჩამოვიხსნის ნიღაბს, იმიტომ რომ დღეს მართლა აღარ არის რა დროს სულ სხვა სისტემაში შევდივართ, რა დროს პარტიებია, რა დროს განხეთქილებებია. ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელიც ყველა უნდა გაგვაერთიანოს. ყველა მერე რაც გინდათ ის არჩიეთ, დავამარცხოთ ეს სამედიცინო ფაშიზმი, ეს სატანიზმი საქართველოში და თუ ღვთის ჯულის დასაცავად ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, მაშინ ეშმაკებს კი არა, ეშმაკის მიმდევრებს კი არა, თავად ეშმაკებსაც დავამარცხებთ. ჩემო მეგობრებო და ყველას ვუთხარით, ყველას მოუწოდებთ, გამოვაცხადოთ დაუმორჩილებლობა, დაუდგეთ აღრუსთაველზე, რა დაგვემართა ბოლო-ბოლო. მე პირადად ჩემ შვილებთან ერთად არ ვიცი, ათობით აქცია გვაქვს აქ ჩატარებული, ყველა ვიცით რა და უანგაროთ ეს ყველაფერი. და აგერ ის ადამიანები, რომლებიც მერე ჩვენს იგივ, იმიტომ რომ მე არც მედიცინის მუშაკი არა ვარ, არც იურისტი არა ვარ და ესტაფეტა გადავეცით ამ ადამიანებს, რომ საზოგადოებამდე მიეტანათ ჯანსაღი აზრი, სიმართლე, თორემ მე მადლობა ყველა იმ ხალხს, ვინც რაღაცას დავწერ, რაღაცას ვიტყვი და მენდობა, იმიტომ რომ თქვენ ხართ გონიერები, არავის არ ეგონოთ, ხალხი ბრბოაო, ხალხი ბრძენია, ყველაფერს კარგადაც ხედავთ და მე თქვენი სახელით ვლაპარაკობ, მინდა ჩვენი ერთ დღეს აქ ქრისტეში ერთობით გავერთიანდეთ და დავამარცხოთ სამედიცინო ფაშიზმი. განაცვალეთ ყველას მიყვარხართ და ვინც მოვყვებით შარშან ივლისიდან და ახლაც ხედავ აი მართლა თქვენ ხართ გმირები, ჩემო მეგობრებო, არ აცდენდით, მოდიოდით 10 კაციდან დავიწყეთ, მერე 50, მერე 100 და მინდა უფრო და უფრო მეტი ხილსეული ქართველი ვიხილო აქ შემდგომში. მადლობა ყველას. ძალიან დიდი კონფერენციისათვის ეს იქნება
სამეცნიერო სახალხო საყოველთაო კონფერენცია, რომელსაც ექნება ძალიან დიდი რეზონანსი. ერისა და ბერის მონაწილეობით და ჩართულობით იქნება ეს, რომლის თარიღსაც შეთანხმებულად მოგაწვდით. ეხლა მე მინდა მიკროფონთან მოვიწვიო ქალბატონი, რომელმაც ძალიან ბევრი გადაარჩინა და შეუნარჩუნა სამსახურით, ჯანმრთელობას და მოემსახურა არაფრის ფასად საერთოდ უანგაროდ გაუკეთა ყველაფერი და სასამართლოშიდაც კი გაყვა. ეს არის ჩვენი ქალბატონი იურისტი, ქალბატონი ფატიკი ბაროიძე და ვთხოვ მას იურიდიული განმარტებები ფაქტიურად შეჯაბება გააკეთოს. მადლობას მოგახსენებთ ყველას მოგზაურებისთვის, უპირველესად მამა დავითს და ჩვენს მამებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან. მე არ შეგაწყინ თავზე, ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ ყველაზე მაღლა ამ ქვეყანაში სამართლებრივად დგას კონსტიტუცია. ანუ ორგანული კანონი, რომელიც იცავს ჩვენს უფლებებს და თავისუფლებებს. ყველა ქვემდებარე აქტი, ყველა დადგენილება უნდა იყოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. ხოლო გამყრელიძე და საკოორდინაციო საბჭო კომისია, რასაც გამოსცემს, ეს არის მხოლოდ რეკომენდაციები და მათ არ აქვს კანონის არანაირი ძალა. არც დადგენილებას, არც ბრძანებას, არც ერთ ნორმატიულ აქტს თუ არ მიიღებს კანონის სახეს, მას არ შეუძლია კონდეს სამართლებრივი საფუძველი ვინმეს განთავისუფლების ან დასჯის. ამიტომ მე ყველას მოგმართავთ, გახსოვდეთ, რომ თქვენ გიცავთ პირველ რიგში კონსტიტუცია და ვიდრე კონსტიტუციას არ შეცვლიან და არ ამოიღებენ, რომ კონსტიტუცია არის ადამიანის თავისუფლებისა და უფლების დაცვის გარანტი, მანამდე არავის არ ემუქრება საშიშროება. უბრალოდ ვისწავლოთ ბრძოლა ჩვენი უფლებების დასაცავად. მადლობთ.